ვერ გავიგე საერთოდ საუბრობთ რა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ანუ აი როგორ წარმოვიდგენიათ ეს. ეს არის საუნივერსიტეტო სისტემის დანგრევა. შენი ღირებულება, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის იკლებს. სწავლის გადასახადი გაეზრდება ძალიან ბევრ მოსწავლეს. გამოიწვევს თუ არა დიპლომის ძალის დაკარგვას. პირდაპირ ჩარევა, კი არა დაჩეხვა უნივერსიტეტების ავტონომიის. უნდა დაანგრიონ უნივერსიტეტები რა უნივერსიტეტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველი რაც დაანგრიეს ეგ არის ხო? მასწავლებლებმა მომწერეს რომ დიდი უკმაყოფილება არისო. რას გამოიწვევს მე-12 კლასის გაუქმება ამ პერსპექტივისთვის. ესპანეთში გაუშვა შვილი 2 წელი ესპანეთში ყავდა ნინო წილოსვანს თან მე გველაპარაკებდა ხოლმე პატრიოტიზმზე და იდეებზე. ხო ყველაფერი ქონდა ამ კაცს რომ აი უნივერსიტეტი აეშენებინა. ვერ ააშენა. საბოლოო ჯამში ჩაკეტილი სისტემა თავის თავს ჭამს და ანადგურებს, ანუ მშობლების 95% ფიქრობს რომ რაღაც საფეხურზე მაინც გაუშვებს შვილს უცხოეთში. ხო და ქვედა ეშელონების მომხრეებს მინდა უბრალოდ ეგ უთხრა რომ ანუ თქვენ ამით ვერ იხეირებთ და თქვენი შვილები აუცილებლად ამით წააგებენ. ხო ოცნების მომხრე პროფესორებმაც და ლექტორებმა უნდა გაითვალისწინონ როგორი შემცირებები წავა. ამათ უნდათ შექმნან ქვეყანა ქვევრი. სადაც რასაც ჩასახებენ, იმას ამოსახებენ და გამარჯობა, ეთერში გადაცემა აპოლიტიკური კოდი, YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე, გამოიწვევთ ჩვენი არხი სოციალებში. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება განათლება და განათლების რეფორმა, რაც ქართული ოცნება გვთავაზობს, გამოდიან იქნება აქტუალური თემაა და ჩვენი სტუმრები იქნებიან სერგო რატიანი, ილინგას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ქალბატონი ნანა დიხამინჯია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და რავი ანუ განათლების რეფორმა რომელიც დაანონსა კობახიძემ პრინციპში როგორც ყველაფერი რასაც ქართული ოცნება ბოლო პერიოდში აკეთებს აშკარად ტოვებს რაღაც მომზადებენის შთაბეჭდილებას ასევე ტოვებს შთაბეჭდილებას კი არა დარწმუნებული რომ პირდაპირ მიმართულია იმ კერძო უნივერსიტეტების წინააღმდეგ, რომლებიც პრინციპში ქართულ ოცნების ამჟამინდელ მმართველობას ესე ვთქვათ, დიდ არ ეპიტნავება, ანუ საფრთხეს უქმნის შეიძლება თქო გაზვიადებული იყოს, მაგრამ არ ეპიტნავება, იმიტომ რომ ამ უნივერსიტეტებში პრინციპში ხდება თავისუფალი ადამიანების გამოცდა და თავისუფალი აზრი ამ უნივერსიტეტებში შესაძლებელია. განსხვავებით სამწუხაროდ დეიდა უნივერსიტეტიდან, თსუ-დან, რომელიც აშკარად ახლა იოან ჯავახიშვილის პრინციპებს ემსახურებაო, მაგას მართლაც ვერ ვიტყვი რა. და ანუ აი რას ფიქრობთ ამ ყველაფერს და ნუ მეც აი პირველ რიგში რა მაინტერესებს, რომ აი ვერ გავიგე საერთოდ საუბრობთ რა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ანუ აი როგორ წარმოვიდგენიათ ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ან როგორ წარმოვიდგენიათ დავუშვათ ის რომ აი თბილისში რამდენი უნივერსიტეტია, ხო? პირობითად ხო ეს ჩამოყალიბდა. შეიძლება გინდოდეს რომ რაღაც საქართველოს სხვა ქალაქებშიც იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრება დააშენება, რავი, ქუთაისის უნივერსიტეტით ეს დიდად არ გამოუვიდათ. ხო, მოდი ესე ვთქვათ, ანუ ქუთაისის უნივერსიტეტი რომელიც უნდა ყოფილიყო რაღაც წამყვანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძნელ წარმოსადგენია რომ ეს ამდენი სტუდენტი ახლა ერთბაშად შენ გადაიყვანო ან გადაანაწილო სადმე ეს იმდან დიდ მარტო ლოგისტიკურ პრობლემას შეუქმნის ყველას, რომ აი ვერ ხვდები საერთოდ აი სად მიდიან. მადლობა მოწვევისათვის და არჩევლებრივი ეს თქვათ გარემო გაქვთ და თემები. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ის რასაც ზოგადად ეძახით რომ მომზადებლები არიან, გაჩნია რისთვის არიან მომზადებლები. მათი მიზნები და ამოცანები არის სრულიად განსაზღვრული და ეს არის საუნივერსიტეტო სისტემის დანგრევა. პირველი ამოცანა არის უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის არა შეზღუდვა უბრალოდ, იმიტომ რომ აქამდე მიდიოდა შეზღუდვამდე, ახლა არის საუნივერსიტეტო დამოუკიდებლობის უბრალოდ გაქრობა. პირველი ამოცანა. მეორე ამოცანა არის თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების დანგრევა. და მათ შორის თქვენ როდესაც ამბობთ, რომ აი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რაღაცნაირად არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც
ემუქრება სერიოზული პრობლემა. მე ვიტყვი გარკვეულწილად რა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე აკადემიური თავისუფლების მოსპობა. შემდეგი ამოცანა არის სტუდენტების სეგრეგაცია გეოგრაფიული ნიშნით. როგორ აკეთებენ, არაფერი თბილისში ის ვერ ჩამოვა. ვიღაცა ქუთაისელი ბავშვი ვერ ჩამოვა, ან იმერეთიდან ვერ ჩამოვა, ის რაც თქვეს, რომ ანუ ორი ქალაქში უნდა იყოს და უნდა იყოს განსაზღვრული უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სად წავა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ის რასაც ამბობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქიდან რა და როგორ იქნება, მე ვიტყვი, შეიძლება ირბინონ აქეთკენ, ანუ იარონ ქართლელმა და კახელმა ბავშვებმა, სტუდენტებმა იმერელი, გურული, მეგრელი წავა ქუთაისში. სვანი წავა ქუთაისში. არის წავა ქუთაისში. არ ვიცი რა საით გაუშვებენ სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს. ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ სწავლის გადასახადი გაეზრდება ძალიან ბევრ, კიდევ უფრო ბევრ მოსწავლეს. ახლა ჩამოვყვეთ, ასე ვთქვათ, რიგრიგობით, ხო? პრინციპში პირველი ასე ვთქვათ, პუნქტიც საკმარისი იქნებოდა, რომ გავგეგოთ მათი აზრები. თქვენს რომ 85% თბილისში არ უნდა იყოს. ეს ნიშნავს, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტები, ხო? უნივერსიტეტების სისტემა უნდა დაინგრეს, უნდა განადგურდეს, აღარ უნდა არსებობდეს. აქ რო ვინმეს არ დარჩეს კითხვები, ხო, რომ აი, მაინც როგორ უნდა საით უნდა წავიდნენ, აქ დაამატეს, ასე ვთქვათ, პუნქტი ორი ქალაქი. ორი ქალაქი ნიშნავს, ასე ვთქვათ, ორი ქალაქი ნიშნავს თბილისსა და ქუთაისს, ოღონდ გასაგები არის, რომ როგორ ვიღაცა ჩამოდის ამ თბილისში, ხო? და შესაბამისად არჩევანი უნდა შეიძლება კონდეს და არა, არჩევანი არ ექნება ქართულ ახალგაზრდობას და ვიღაცა დარჩება, ვიღაცას მოუწევს დარჩეს დასავლეთ საქართველოში, ვიღაცას მოუწევს დარჩეს აღმოსავლეთ, აი საქართველოს რო გაყვეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, აქ განათლების სისტემა გაყვეს აღმოსავლეთ და დასავლეთ რაღაც მსგავსი იყო საბჭოთა კავშირში. რაც ფაქტობრივად დასავლეთ ხალხი ძირითადად სოხუმში მოდიოდა. ხო, აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შევახსენა, რომ ყობახიძემ იდეალად გამოაცხადა საბჭოთა კავშირი. ანუ საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა გამოაცხადა იდეალურად. რა იყო ესა? არსებობდა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მულტიპოლი, დანარჩენი იყო ყველა ინსტიტუტი. აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ საბჭოთა განათლების სისტემაზე, იმიტომ რომ საბჭოთა განათლების სისტემამ რა პროდუქტის შექმნა, საბჭოთა განათლების სისტემა მოახერხა ის, რომ 90-იანების დასაწყისში რა მაყურებელსაც მინდა შევახსენო, საბჭოთა მოსახლეობის დიდი ნაწილი იჯდა ტელევიზორთან და უსმენდა კაშპიროვსკი როგორ მუხტავდა წყალს მზერით, ჩუმაკი, ალან ჩუმაკი და საბჭოთა განათლება რაც უნდა იდეალიზირება მოახდინოს, საბჭოთა განათლება ვერ უშვებდა სამწუხაროდ იმ დონის პროდუქტს, რომ არ დამჯდარიყო, მე საბჭოთავე მაყურებელია და კაშპიროვსკის დამუხტული მზერისთვის არის ეყურებინა. ხატოვნად რო გამოთქვათ, ხო, ეგ არის, ხო, ოღონდ უფრო ღრმად რო წავიდეთ, იქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მაგალითად სოციალური და ჰუმანიტარული საგნები უბრალოდ იყო ფალსიფიკაცია. ანუ ფალსიფიცირებული. ანუ სოციალურ ისტორიას წერდი ფალსიფიცირებულად. როდესაც ფილოსოფია მატერიალისტური და იყო საერთოდ ასე ვთქვათ ეს არის ხო ეს ხო შეზღუდული თუ იკვლევდი აუცილებელი იყო რომ კომუნისტური პარტიის ისტორია ჩაგებდა მარტივად რომ ვთქვათ 25 თებერვალი იყო საქართველოს დაბადების დღე და 26 მაისი არ არსებობდა ეგეთი რამე აი ესეთი
აი ესეთი, ასე ვთქვათ, ისტორიოგრაფია იყო, ხო? და 90-იანებში სრულიად ამოვარდნილი იყო ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარებიდან. ხო, ეგეც კი ბატონო. საბჭოთა განათლებამ ერთი რაც შექმნა, ის საბჭოთას ვერ ვიტყვი ხა, კოროლიოვი მაგალითად არ იყო საბჭოთა განათლების პროდუქტი. პირიქით, სერგეი კოროლიოვი კოროლიოვს ენკევდემ ყბა მოტეხა და ეს ყბის მოტეხვა მას შემდგომში ოპერაციის დროს, როდესაც გარდაიცვალა, სიცოცხლედ დაუჯდა, მაგრამ ისევ და ისევ რასაც მიაღწევს ხშირად გვეუბნებიან, რომ საბჭოთა კავშირმა პირველი ადამიანი კოსმოსში გაუშვა. იქ გაჩერდა დაახლოებით საბჭოთა განათლების განვითარებაც, სისტემის და იმის მერე დიდად რამე შექმნის ვერ ვიტყვი. მაგალითად საქართველოს მაგალითზე მთელია ვინც კიდე ჩამოთვალეთ ჩვენი ყორიფეები, ხო, განათლების სისტემაში ისინი იყვნენ სინამდვილეში საბჭოთამდე, ხო? ეს იყო ფაქტობრივად ელიტა, რომელიც საბჭოთა სისტემამდე, ასე ვთქვათ, არსებობდა, უკვე იყო ჩამოყალიბებული და ვინც დაარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის მნიშვნელოვანი და ხოლო რა მოუვიდა ამ ელიტას, ეს ელიტა გაანადგურეს 37 წელს. 37 წლამდე მხოლოდ იმიტომ არ გაანადგურეს, რომ უბრალოდ არაფრის გარეშე დარჩებოდნენ, მიუჩინეს მათ ვიღაცა მოსწავლეებმა მე დაწერეს ასე ვთქვათ შესაბამისი ანონიმკები, ან არანონიმკები, დაგმეს და გადაასახლეს ან აპოცეს და ასე შემდეგ. და ყოველ წელს ცვლიდნენ რექტორებს ფაქტობრივად, რომ ჩახედოთ ყოველ წელს ვიღაცას ისე ბოდის კითხით თქვენს და მაყურებელსაც საბჭოთაებმა დაუცილებლად მინდოდა გავჩერებული ყავ, იმიტომ რომ ახდენ იდეალიზირებას სისტემის, რომელიც არ მუშაობდა. რომ დაუბრუნდეთ ისევ ამათ რეფორმას. აქ პირველი მნიშვნელოვანი თემა არის ეს ორი ქალაქი და თქვენ ძალიან საინტერესო რამე თქვით, რომ უკაცო ხო ყველაფერი ქონდა ამ კაცს, რომ აი უნივერსიტეტი აეშენებინა. და ვერ ააშენა. ქუთაისის უნივერსიტეტი ვერ ააშენა, მე რა შენა რა, იმ დონემდე ვერ მიიყვანა, რომ ის გამხდარიყო კონკურენტი სხვა უნივერსიტეტების. აი ეს ვერ გააკეთა. ადამიანს რომელსაც ფული აქვს, ესეც აქვს, მაგრამ ახლა რა ვიცი, მომეც ყველაფერი და მე მაგალითად რაღაცას ვერ გავაკეთებ, რა ვიცი, შეიძლება კარის საკეტი ვერ გავაკეთო, დენი რაღაცები ვერ გავაკეთო, რაღაცები რაც არ ექიმი ვერ გავხდე, რაღაცად ვერ გააკეთა, ეს უნივერსიტეტი ვერ გააკეთა. რატო? იმიტომ რომ ამას ჭირდება ადამიანები, რომელმაც იციან და უნდათ გაკეთება. და რამდენ ადამიანს უნდა ახლა თავისუფლად მისვლა თუნდაც დიდი ფულით იმასთან რა ქვია ამ ივანიშვილთან. არ უნდათ უბრალოდ ეს არ მოხდა და რა თქვა აი მაგალითად შარშან არჩევნების წინ კობახიძემ ჩავიდა ამ ქუთაისის ამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და გამოაცხადა რომ ეხლა არის რაღაცა 30 ადამიანმა დაამთავრა 3 წლის შემდეგ თუ 4 წლის შემდეგ აქ ისწავლის 30,000. როგორ ისწავლის 30,000? კონკურენციაში მოუგებს ვიღაცას? ვერ უგებს. როგორ ისწავლის, რა ქვია, უცხოეთიდან შემოიყვანენ? ხო შეიძლება. ვერ შემოიყვანენ, იმიტომ რომ საერთაშორისო ინსტიტუტები და გამოაგდეს, იმიტომ რომ იმდენ ისეთი ცუდი რაღაცები გააკეთეს, პოლიტიზირება გააკეთეს და კიდე ამ მიმართულებით. ახლა შემოიყვანენ, იმიტომ რომ მედიცინის პროგრამა დაამატეს ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად და ხო, ვერ იმას ის, საიდან უნდა დაანგრიონ უნივერსიტეტები, რა უნივერსიტეტები? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები. ეს არის იგივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს სამი უნივერსიტეტი უნდა დაანგრიონ, აქედან რაც დარჩება დაუქვემდებარონ ერთ მმართველობას და დანარჩენი წაიღონ იქ. მით უმეტეს თუ იქნება შეზღუდვა, რომ იქ დასავლეთ საქართველოს იმებს ლიხციქით არ გამოუშვებენ. წარმოიდგინეთ ახალგაზრდობას რას ეუნებიან, რომ შენ თავისუფლად ვერ იმოძრავებ. აი, სტალინს რო ქონდა, რომ სოფლის მოსახლეობას არ აძლევდა პასპორტს, იგივე დაახლოებით, იგივე რამეს აკეთებს. ეს. ხო, იმიტომ რომ ამისი მთელი სული სხეული არ ვიცი, ყველაფერი გაჟღენთილი არის ამ საბჭოთა ტვინით. ხო? ამიტომ უნდა დაანგრევს. ის ასე აკეთებდა ბიზნესში, დაანგრევს. რითი ანგრევს იმითი, რომ აი დაამატა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ხო?
ერთი ფაკულტეტი. ხო, ამითი ანგრევს. ჯერ ერთი ეს აკადემიურ თავისუფლებას ხო სპობს, მე რო ვთქვი რომ აკადემიურ თავისუფლებას სპობს, სწორედ ამითი სპობს. რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს აღნიშნული. რომ კონსტიტუციის უკვე მეორე ნუხს იმაშობა, ხო, რა თქვათ, არღვევს, ხო? ძალიან ცხადად წერი არის. დამოუკიდებლობას ართმევს, იმიტომ რომ ანუ ინსტიტუციურად ანგრევს, ან ეუბნება რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს, მის დამოუკიდებლობა შეერევა და აკადემიური თავისუფლებით შეერევა იმდენად, რომ ეს ერთი ფაკულტეტი და ერთი ის არის, ეს მართლა საბჭოთა ამბავი არის, იმიტომ რომ არსებობს სკოლები, ანუ სიმრავლე გამოდის იქიდან, რომ მე სხვანაირად უყურებ რაღაცას, სხვა ტრადიციას ვქმნი და თქვენ შეიძლება საერთოდ სხვა ტრადიციას შექმნათ, ხო? არა სხვა სკოლას შექმნათ. განსხვავებული სკოლები არის და არსებობს მათ შორის კონკურენცია, არსებობს სხვადასხვა ესა და ვიღაცა ან იქითკენ მიდის, ან აქეთკენ მოდის. და აი ამას ანგრევს სწორედ და კიდე იქ რამე რო არ შეეშალო და რამე დამოუკიდებლობა არ გავიზა, აკეთებს წმინდა საბჭოთა სისტემას. ოღონდ იქაც კი სხვანაირად იყო უკვე, რომ ერთი პროფესორი მართავს პირამიდა კეთდება. რომ კათედრის გამგე პროფესორი ან რაღაც მიმართულების ესა პროფესორია, დანარჩენ გვერდზე არავინ არ უნდა გაჭაჭანდეს. რატო? იმიტომ რომ ეს ერთი პროფესორი ირბენს იმაში რა ქვია, როგორც სეკაში დარბოდნენ, ხო, ჩვენი საწყალი პროფესორები დარბოდნენ და იქიდან მითითებას აძლევდნენ დეპუტატები ხდებოდნენ სხვათა შორის და ასე შემდეგ და ასე და რექტორის ჩათვლით და ასე შემდეგ მოდიოდნენ და შემდეგ იქვემდებარებდნენ ქვევით ყველაფერს. ასე იქნება ეს, ხო? და აი ეს კომპონენტები არის პირველი ესე ვთქვათ 85% რო არ უნდა იყოს დღეს საქართველოს იმდენად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა მიაღწია იმას რომ დღეს ეკონომიკაში ეკონომიკი ერთ-ერთი წამყვანი დარგი ეკონომიკის ეს არის რომ ანუ ჩამოდის აქ ხალხი ხო და არავინ არ უშლის იმას, რომ ამ მიმართულებით წავიდნენ და სხვა უნივერსიტეტებში შეიქმნას, ან სხვაგან შეიქმნას. და რით იწყებოდა ჯერ ერთ ეს იმისი ივანიშვილის ასე ვთქვათ, ოცნება რითი იწყებდა? პირველი რაც გააკეთა, ეხლა უკვე თქო 95%-ია თბილისში და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველი რაც დაანგრიეს, ეგ არისო? ხო. არისო ეგ. ანუ პირველი აქტი რაც გააკეთეს, მიიტანეს იერიში ამას. მეორე რაც გააკეთეს, მიიტანეს იერიში აკრედიტაცია გაუჩერეს აგრარულ უნივერსიტეტს. წარმოუდგენელი არის. ყველაზე მოწინავე უნივერსიტეტებს. ხო? და ახლაც იერიში მიიტანეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როდესაც იქ ჩანაწერი გააკეთეს რაღაც. ოღონდ ეს ჩანაწერი რო გააკეთეს, წარმოიდგინეთ, რომ იმიტომ რომ ისინი გამოაგდეს საერთაშორისო ინსტიტუტიდან. ეგრევე თან. იმას კი არ დაელოდა საერთაშორისო განათლების საზოგადოება, დიდხანს კი არ გაიწელა, რომ რაღაც მეგობრობის აქ. ეგრევე, მეორე მესამე დღეს დამთავრდა ეგ ამბავი. იმიტომ რომ ის იყო ბოლო წვეთი, როდესაც ცხადი იყო პოლიტიკური პრეფერენცია. მოიგო ილიამ. ხო, მოიგო ესა, თან მოუგო თვითონ იმათმა დააბრუნეს. ოცნება. რატო? ეს ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, რომ ეხა ესე არაფერს ვერ მოუგებ იქმა ეს ეგ სააპელაციო საბჭოც, რა თქმა უნდა, ოცნების ხალხით არის დაქვემდებარებული. იმიტომ შეიცვალა, იმიტომ რომ ძალიან უაზროდ და ვერაფრით ვერ ასაბუთებდი ისე იყო ეს ილიაუნის ნაწილობრივი თუ მონიტორინგის ქვეშ ავტორიზაცია, საერთოდ სტანდარტებს რო არ შეესაბამებოდა ისე იყო დათქმული და ამათ ეხა თავიდან აქ ენქაზე და ეკარზე შეტანილი, რომ ჭირდებათ ამ თუნდაც ამ სამეცნიერო პროგრამებისთვის. რო შენი ის რო დაიკლებს, რო არ იქნები ამ ევროპული სივრცის ნაწილი, შენი ღირებულება, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის იკლებს. შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობა და აი ეს არის ძალიან საინტერესო, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ. ეხლა შეტანილი აქვთ და ეხლა ყველას გვეგონა, რომ სანამ ეს ექსპერტები ჩამოვლენ, სანამ დასკვნას დაწერენ, ხო, რომ მაისამდე არავინ არ შეეხებოდა, აი ყველა რომ ვლაპარაკობდით, ვფიქრობთ, რომ მაისამდე ესენი უნივერსიტეტებს არ შეეხებიან, იმიტომ რატო დაკარგეს ის წინა. ზუსტად აი პირდაპირ იმ ექსპერტების დასკვნაში ევროპელების წერია, რომ იმიტომ არაძლევენ იმიტომ არის შეუსაბამობა იმ სტანდარტთან, რადგან სახელმწიფო ერევა უნივერსიტეტების საქმიანობაში.
და უცებ ხა ამათ თავიდან შეიტანეს, ესე იგი რომ შეიტანეს იქ ამტკიცებენ რომ არ ერევა სახელმწიფო და უცებ ყობახიძემ გამოაცხადა ეს კონცეფცია, რომელიც პირდაპირ ჩარევაა. ანუ ისეთი შეგრძნება გიჩნდება რომ არის ჯგუფი, რომელსაც უნდა როგორმე გახდეს ამ ევროპული სივრცის ნაწილი. მაგრამ პრემიერს ეს ზუსტადაც არ უნდა, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ ამ კონცეფციის საფუძველზე საერთოდ ვერანაირ საერთაშორისო აკრედიტაციას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ პირდაპირ ჩარევაა, კი არა დაჩეხვა უნივერსიტეტების ავტონომიის. ეს არის ძალიან საინტერესო, რადგან ალბათ აკადემიურმა საზოგადოებამაც უნდა ვიფიქროთ რა ხდება. რატო ხდება ესეთი რაღაც თან ეს შეტანა უბრალოდ შეტანა არ არის, ამ შეტანას სჭირდება განათლების ხარისხის ცენტრის, რა ვიცი, ნახევარწლიანი, 5 ადამიანის მინიმუმ ნახევარწლიანი მუშაობა. ანუ ეს ხალხი ამუშავეს, მთელი ეს დოკუმენტაცია შეაგროვებინეს, გააგზავნეს და უცებ თვითონვე და მე ძალიან მაინტერესებს განათლების ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის აზრი ლაშა მარგიშვილის, რომელთანაც, რა ვიცი, 7 წელი ექსპერტად რო ვიყავი, მუდმივად ვხედავდი, როგორც ცდილობს ეს ადამიანი ამ ევროპული სივრცის ნაწილად გახდომას, როგორ მუშაობს, როგორ ცდილობს, რომ ხარისხი გააუმჯობესოს და უცებ აი ამ მდგომარეობაში ხდება. ერთად ეხლა მე მინდა დავუზუსტო ცოტა უფრო ხალხურ გასაგებინაზე გადავიყვანო. ანუ პირობითად ეს ინიციატივა, რაც ეხლა აქ ყობახიძისა გამოიწვევს თუ არა დიპლომის ძალის დაკარგვას, მოდი ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ყველა ქვეყნის უნივერსიტეტებს, ხო, ქვეყნისკენ ნებისმიერ უნივერსიტეტს წლები ჭირდება რეპუტაციის დასანგრელად. ადამიანსაც პრინციპში წლები გჭირდება რეპუტაციის ასაშენებლად და წუთი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ეს რეპუტაცია დაგენგრას, ხო? ხო და ანუ ქართულმა უნივერსიტეტმა ხა სერგომ რაც თქვა, საკმაოდ დიდი სამუშაო გასწიეს კერძო უნივერსიტეტებმა განსაკუთრებით, ხო რაღაც წამყვანი უნივერსიტეტები არიან მოდი რეგიონში, ზოგიერთები მაინც რაღაც თავის სფეროში და უცხოელი სტუდენტებიც მოდიან და ეს მასლა ქვეყნის ბიუჯეტისთვის ძალიან კარგია, ხო? ან ქვეყნის ბიუჯეტი თან ქართული ოცნება განკარგავს, როგორც მოეპრიანება, ხო? და ან ცლად ქართული ოცნების ინტერესებშიც არ არის მსგავსი რამ, მაგრამ ანუ მოდი შევეშვათ ქართული ოცნების ინტერესებს უბრალოდ აი დიპლომის და უნივერსიტეტების რეპუტაციაზე და ძალაზე როგორ იმოქმედებს ეს ყოველთვის. პირველ რიგში ის რომ ენქას და ეგ არის წევრობა და ნუ რეგისტრაცია და ეგ წევრობა არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ევროპა, აი როგორ ესე იგი მოწმდება რეალურად ჩვენი ეროვნული განათლების ხარისხის ცენტრის საქმიანობა და ეს არის ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ აი მე მჯერა რომ ეს ანუ მე შევამოწმე და მე ვაცხადებ რომ ეს ცენტრი ისევე კარგად ამოწმებს პროგრამებს როგორც მაგალითად არ ვიცი გერმანიის ასეთივე ხარისხის ცენტრი. შესაბამისად ეს ანუ იმისთვის რომ მივხვდეთ რა მნიშვნელოვანი იყო ჩვენ შეგვიძლია 2019 წლის განათლების სამინისტროს საიტებიდან ამოვიღოთ მათივე ზეიმი როცა გახდნენ წევრები. ხო და როგორ ამბობდნენ რომ ეხლა აღიარება გახდება უფრო მარტივი. ეს უფრო მარტივი ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ როდესაც შენი დიპლომის აღიარება არის მარტივი, ავტომატურად არის ფაქტობრივად აღიარებული, როცა წევრი ხარ. ამ შემთხვევაში შენ კონკურენციაშიც უფრო მაღლა ხარ, ეხა ხო ევროპული უნივერსიტეტებისთვის მთელი მსოფლიო და ნუ ამერიკული ამ შემთხვევაში არ შედის, მაგრამ ევროპულის ხო მთელი მსოფლიოში კონკურენციაში ხარ და ამაში კონკურენციაში უფრო მაღლა ხარ და ძალიან დიდი ბიუროკრატიულ პროცესებს ხარ არიდებული. აი ხა ეს რომ დაიკარგა, ეს დავკარგეთ, ანუ ისე კი არა რომ ვერ იქნება აღიარებული. დასუსტდება, ან დიპლომის ძალა დასუსტდება. ეს ერთი. ეხლა მეორე, როდესაც ესენი ამბობენ 3+1. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ABET აკრედიტებული საინჟინრო პროგრამები. ABET-ი არის, რომელიც თავიდან იყო ამერიკული აკრედიტაცია, ეხლა არის საერთაშორისო აკრედიტაცია და ეს როგორი აკრედიტაცია, იცი, რომ აი თუ Apple-ში მიდის ადამიანი, რომელსაც ABET აკრედიტებული პროგრამის ისა აქვს, დიპლომი აქვს, მან იცის, რომ მართლა კარგად იყო, ეს მართლა ამერიკული სტანდარტით იყო ეს საინჟინრო პროგრამა შედგენილი და ზედმეტი რაღაცა მას არ უწევს ბიუროკრატიის და ბუღალტერიის გავლა ჟარგონზე. ეს უფრო არის დამოკიდებულების ამბავი, ანუ ორგანიზაცია, ანუ კომპანიას როცა აყავს, ეს არის რომ აი ორი ადამიანი რო ყავდეს, ურჩევნია ABET კურსდამთავრებას. და ABET-ის, აი ABET-ს რო ჩახედოთ რა მოთხოვნები აქვს, შეუძლებელია რომ კომპიუტერული ინჟინერია, მაგალითად რომელსაც აი ილიას უნის აქვს ABET აკრედიტებული კომპიუტერული ინჟინერია, ან მე მგონი TSU-ს აქვს უკვე ელექტრული ინჟინერიაც ABET აკრედიტებული, აქვს კომპიუტერული მეცნიერებაც, შეუძლებელია რომ 3 წელიწადში ჩაატიო. ისევე როგორც სამაგისტროების აკრედიტაციაზეც მუშაობენ და ისევე როგორც ABET-ის მიხედვით ინჟინერიის სამაგისტრო შეუძლებელია რომ 1 წელიწადში ჩაატიო. ხა ესენი თუ გადაიყვანენ 3+1-ზე, მაშინათვე დაიკარგება ეს აკრედიტაცია
და ვეღარ მაშინ ესენი უნდა გაუშვან გამონაკლისში, მაგრამ ეხლა მე ვამბობ აბედზე, ხო, ასეთივე არის მედიცინაში რაღაც აკრედიტაცია, ასეთივე არის, გავიცი, ბიოქიმიაში. ილიას უნივერსიტეტს მაგალითად აქვს ძალიან ბევრი ერთობლივი პროგრამა, უცხოურ უნივერსიტეტებთან უკვე დაალაგებული, იგივე აქვს კავკასიას, ხო, ორმაგი დიპლომის პროგრამები. ეს ყველაფერი აირევა და ეს აკრედიტაციები საერთოდ თავიდან იქნება არც ვიცით მე მიიღწევა თუ არა. რატომ უნდა მოგცენ თუ მათ ისევ და ისევ ქართული ოცნებას აკეთებს რა? შეგვიშვით ევროპაში, ოღონდ როგორც ჩვენ ვიტყვით, ისე შეგვიშვით ჩვენ ჭუჭყიან ფეხებით. ეხლა ეგრე არ მუშაობს. ხო, რატო შეცვლის? აი ფიფას წევრები ვართ, ხო? რო გავამარტივო რა. და დაუშვათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რომ მოითხოვოს, რომ აი გვინდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ოღონდ სამკუთხა მოედანი და კვადრატული ბურთი. კი, ზუსტად ესე. ჩვენს გამო რატო შეცვლის ფიფა წესებს? არა, ჩვენს გამო წესებს არ შეცვლის ნამდვილად და ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი და ესეთი არეული პროცესი. მაგალითად, ბაკალავრი კიდე შეიძლება რაღაცნაირად იფიქრო, რომ მე მაგალითად ძალიან მიჭირს ვიყავი რამდენიმე უნივერსიტეტში პროგრამის ხელმძღვანელი და ძალიან მიჭირს რომ კომპიუტერული ინჟინერია, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი საგანი ემატება იმისთვის, რომ შენ კარგი ინჟინერი გამოხვიდე და მართლა შეგეძლოს ჩიპებზე და ხელოვნურ ინტელექტზე ან კვანტურ გამოთვლებზე მუშაობა, სულ უფრო და უფრო მეტი საგანი გჭირდება და ძლივს ვატევდით ამ 4 წელიწადში ამ საგნებს. იმ კრედიტების შესაბამისად, როგორც არის ევროპაში. ჩვენ ხო გვჭირდება ერაზმუსისთვის მაგალითად, რომ კრედიტებიც ერთნაირად იყოს, ხო? აი კურსი რო გაიარა, ეს ნიშნავს, რომ იმდენივე კრედიტს აიღებდა, არ ვიცი, ვთქვათ, გერმანიის უნივერსიტეტში. ეს ერაზმუსისთვის ხო გვჭირდება. ესეც მიჭირდა. ეხლა დაამატეს, რომ ქართული უნდა ასწავლოთო კიდე, ანუ ერთი საგანის ადგილი კიდე დამაკლდა. და ეხლა ამბობენ, რომ 3 წელიწადში უნდა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მე უხარისხო, ეხლა ესენი როცა გერმანიას ადარებენ, გერმანიაში პირველ კურსზე რომ მოდის, მათ ფაქტობრივად კალკულუსის სწავლა არ უწევს. ფაქტობრივად აღარ უწევს, იმიტომ რომ იმან სკოლაში ისწავლა უკვე. ჩვენთან მოდიან ბავშვები იმის გამო რომ ამათ ესე ყველაფერი არის და ზოგან ისტორია არის მესამე საგანი და ზოგან ის არის ჩვენთან მოდიან ბავშვები რომელთაც პრეკალკულუსი ჭირდება ხანდახან რომ ასწავლო ანუ მე-10 კლასის მე-11 კლასის მასალა უნდა ასწავლო რომ მე უნივერსიტეტის პირველ კურსზე და ეხლა გეუბნები რომ საერთოდ 3 წელიწადში ანუ წარმოგიდგენთ რამდენად უხარისხო იქნება ეს განათლება და ეხლა გადავიდეთ აკრედიტაციის ამბავზე ანუ აკრედიტაცია ზოგადად ძალიან რთული პროცესია, ხარჯიანი პროცესია, მაგრამ გაიზარდა ძალიან 2 წლის წინ ხარისხის ცენტრში გადასახადი, რომელიც უნივერსიტეტმა ახალი პროგრამის აკრედიტაციისთვის ან რეაკრედიტაციისთვის უნდა გადაიხადოს. გუშინ მაგალითად ერთ-ერთი უნივერსიტეტი მეუბნებოდა, რომ ესე იგი დავთვალეთო და ბოლო 5 თუ 10 წელიწადში მილიონი ლარი გვაქვს გადახდილი ამ აკრედიტაციებშიო. ხარისხის ცენტრს უხდი პირდაპირ ფულს, როცა პროგრამა შეგაქვს. წელს იყო კლასტერული აკრედიტაცია, კლასტერული ნიშნავს, რომ ყველა იმ მიმართულების ყველა პროგრამა ერთად შეგაქვს. წელს იყო კომპიუტერული ინჟინერიის და ინფორმატიკის, მომავალ წელს არის სამართლის. ანუ წელს უნივერსიტეტებმა შეიტანეს 10, 12 ან თავის სადოქტორო სამაგისტროთი ყველაფერი და ეხა ეუბნებიან, რომ ეხა თავიდან გააკეთე, გადააწყო ეს მთელი პროგრამებიო. იცით რა მხოლოდ რესურსთან არის ეს დაკავშირებული? და ამას ეს ხო არ აინტერესებთ, იმიტომ რომ ვინ იყო, ხო ნახეთ ვინ იყო ჯგუფში. იმ ხალხ არავის არ უმუშავია არასდროს პროგრამის შექმნაზე. იმ ხალხმა საერთოდ არ იცის რა განსხვავება საინჟინრო პროგრამასა. შეიმუშავებს. საინჟინრო პროგრამასა და ბიოქიმიასა და რა ვთქვათ, სოციოლოგიაში შორის იმ ხალხმა არ იცის განსხვავება. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ ხალხს გონია რომ ფაკულტეტი არის პროგრამა, ეს ხოთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან არის შემორჩენილი და აბიტურიენტებს უსწორებს სულ ამას, რომ ნუ ამბობ პროგრამის ნაცვლად ფაკულტეტს. იმიტომ რომ ზოგ ფაკულტეტი ნიშნავს ბევრი პროგრამის გაერთიანებას, მაგალითად TSU-ს აქვს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. ილიანის აქვს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი. ხო და იმის ქვეშ არის სკოლები. ეხლა ესენი რომ ამბობენ ერთი ფაკულტეტი რას ნიშნავს? ანუ ერთი პროგრამა პროგრამებზე დაიწყებენ, პროგრამის სახელებით დაიწყებენ იმას, თუ მაგალითად აი ილიას აქვს კომპიუტერული ინჟინერია, TSU-ს აქვს კომპიუტერული ინჟინერია და იგივე აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ანუ ამ ორს გაუქმებენ ამ კომპიუტერულ ინჟინერიას, ანუ ფაკულტეტზე აღარ ვლაპარაკობთ, ხო, ესე იგი ვლაპარაკობთ პროგრამაზე. იმიტომ რომ ფაკულტეტები სულ განსხვავებულია, ძალიან განსხვავებულია ერთმანეთში, ხო? მაგრამ არ იცის ამ ხალხმა, იმიტომ რომ არ იცის ამათ არც პროგრამის შედგენაზე არ უმუშავიათ, არც უნივერსიტეტის შექმნაზე არ უმუშავიათ, არც ახალი მიმართულებების განვითარებაზე და აი ესე უცებ რამაც ჩაარტყათ თავში, რაც დაეხმარებოდათ კონტროლისთვის, აი ეს ყველაფერი დაწერეს. მე ძალიან მაინტერესებს აი დღეს უკვე გავიგებო საზრებები რომ მაღლიბი გაიყიდებაო სავარაუდოდ, იმიტომ რომ კობახიძემ ახსენა მარტო პირველი და მეორე კორპუსი. ანუ სავარაუდოდ აპირებენ რომ მაღლიბის ხალხი სადღაც რუსთავის გზაზე გადაიყვანონ და მთელი ილიაუნი გადაიყვანონ რუსთავის გზაზე. კორპუსებია ჩასადგმელი მაღლიბში თუ რა ხდება? კორპუსებია მაღლიბთან ჩასადგმელი. ნუ იქ უკვე ხომ მიუახლოვდა ეს კორპუსების მშენებლობა, ხო? სასაფლაოები და კორპუსები ერთად უახლოვდება იმას, რა ქვია. მაღლიბს ძალიან მომგებიანი ადგილია, ძალიან კარგი გასაყიდად
ძალიან მომგებიანი ადგილია და აი მართლა მაინტერესებს აი იმ ხალხის რომელიც იქ ადამიანები არიან 50 წელი იმ корпуსში მუშაობენ. მე ვიცნობ პირადად, იმიტომ რომ მე თვითონ მუშაობდი გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, რომელიც ეს გვერდითა ფლიგელია მაღლივის. აი მაინტერესებს აი ეს ხალხი მზად არის ამისთვის? მზად არის რომ აი ეს მთელი ისინი ლაბორატორიები რომელშიც მილენიუმის 1000 წლეულის კორპორაციამ დახარჯა 4-5 მილიონი. მზად არის რომ ეს ლაბორატორიები დაუთმოს პირდაპირ ტექნიკურ უნივერსიტეტს, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიები. და ამათაც არავინ არ ეკითხება. იქ ხო ბევრი არის ოცნების მომხრე. ანუ ჩვენ ხო ვიცით. დედასგებსები აი ესენი დაღუპავენ ბიზნესს. აი ეს გუნდი ახლა ვისაც ვთქვი. კი, ნამდვილად ესე მგონი. მართლა დაღუპავენ ბიზნესს. მაგრამ დაკვეთა თვითონ თავის დაკვეთა არის, თავისი ახირება. კი, ცოტა უცნაურად არის ეგ ამ. ეხლა ჯერ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად აქეთ ამ ხარეს რა ხალხიცა და რა ხარისხს ახლა განათლების თემას გამოჩნდა. ანუ კახა კალაძე იქნება კომისიაში და პირობითად სოციალურ ქსელებში ამ რეფორმას განიხილავს ლალი მოროშკინა. ხო? ანუ კომიკური ხა ის არის ხა სახელებში და გვარებში კი არა საქმე, ლალი მოროშკინა პიროვნულად კი არის. მე ვერ ვაძლევ ჩემ თავს უფლებასო განათლებაზე, რამე ვილაპარაკო როგორც ექსპერტმა, კომპეტენტურმა რაღაც. მე ვერ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, იმიტომ რაღაც. ანუ ჩემი აზრით ნამუსიანმა ადამიანმა რაც არ იცი იმაზე არ უნდა გამოთქვა რაღაც ექსპერტული აზრი. და ამ მხარეს ახლა პირობითად რო ავიღო, ანუ აქეთ მხარეს თუ არის ნანა დიხამინჯია, იქეთ მხარეს იგივე თემას განიხილავს ლალი მოროშკინა, რომელიც სრულიად არაკომპეტენტურია ამ თემაში რა. და აი როგორ აპირებენ საზოგადოებრივ აზრს თუნდაც თავს მოახვიონ ეს თავიანთი ბრჭყალებში ექსპერტები ვერ ხვდები. მე მგონი უბრალოდ ისინი ფიქრობენ რომ აღარ ჭირდება იმდენად ძლიერები არიან რომ აღარ ჭირდება ამ დროს ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია განსაკუთრებით მე-12 კლასის გაუქმება. აი მაგაზე მინდოდა რა ზუსტად გამოიწვია ჩემს ნაცნობ მასწავლებლებშიც და მშობლებშიც რომელიც საერთოდ პოლიტიკაზე ხმას არ იღებდნენ და ბევრი მყავს ფრენდებში ჩემი პროექტების გამო მათ შორის რეგიონის მასწავლებლები და დირექტორები და მშობლები და ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ არგუმენტად რა ახსენს იცი რომ აი მე-12 კლასში მაინც არაფერს არ სწავლობენ და ასე შემდეგ. ეხლა აი მე რო გითხრა რა პირადად ვიცი რომ ყველა ყოველთვის დადიოდა რეპეტიტორთან, მშობელი ზოგადად ცდილობს რომ ბავშვს მისცეს ხარისხიანი განათლება და რავი ახლა მეც ბავშვი ანუ უფროსი დამყავს ფეხბურთზე, სკოლის გარდა კიდე მაინც მათემატიკაზე, დამყავდა ინგლისურზე, რავი, ანუ ცდილობ მეც რომ დამატებით რაღაც მეტი მივცე, ხო? მაგრამ მეტი მივცე არ ნიშნავს რომ პირდაპირ სკოლიდან გამოიყვან, ეგრე შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს სკოლას საერთოდ არაფერს არ აძლევს. ზოგიერთია, აჰა 5 კლასის განათლება არ აქვს, პირობითად დიპლომი შეიძლება გქონდეს, მაგრამ წინადადებას ვერ წაიკითხავს, ასე არის. აი, პირობითად ჩვენი განათლების სისტემის ბრალია რო ავიღოთ, ძალიან ცნობილია მისი გამოსვლა სოციქსელებში გავირუს და ვერ წაიკითხა ადამიანი პრეზენტაცია, ვერ წაიკითხა, ეხლა ლადო ხინჩაგაშვილ შეიძლება სკოლამ არაფერი არ მისცა საერთოდ. იმიტომ რომ ისე უწევდნენ ნიშნებს. არა, ის რო არაფერი არ. გასაგებია, მაგრამ უყურე რას ლოგიკა იცი როგორ ამართლებენ ამ მე-12 კლასის. მე-12 კლასის გავუქმებას ამართლებენ იმით, რომ მე-12 კლასი მაინც არაფერს არ აძლევს და რა ვიცი, ბარემ გავაუქმოთ. ოღონდ უნივერსიტეტებს დაავალეს ქართული სწავლება. და უნივერსიტეტს დაავალეს ქართული სწავლება. ოღონდ თან უნივერსიტეტს ავალებენ რომ ქართული ასწავლონ. ხო, ან 12 წელი ატარებენ ბავშვს სკოლაში, ქართულსაც ვერ ასწავლიან და მე გეუბნებიან რომ არც 12-ია საჭირო. იგივე ლოგიკით მაშინ არ არის 5 კლასზევით საჭირო. და იცი რა უცნაურია ზურა მაგაზე მე დავწერე ზუსტად პოსტი, იმიტომ რომ ბევრმა როგორც ჩანს ეს იყო მესიჯი. ეხო მაშინათვე ხედავ რა დაავალება აქვს. მეორე რაც იყო, რატომ უნდა იაროს 25-მა ბავშვმა მე-12 კლასში იმისთვის რომ ამ 25-დან 2 წავიდეს საზღვარგარეთ, რა? ანუ ისევ და ისევ ჯერ საიდან განსაზღვრეს იქ 25-დან 2 წავა თუ არ წავა. მეორე იგივე ლოგიკით მაშინ შეიძლება ამ 25-დან 12 მე-9 კლასის იქეთ არაფერს არ სწავლობს, მაშინ მე-9 კლასის იქეთ გააუქმე ყველაფერი, მე-5-დან გააუქმე, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის. ეს იყო ძალიან დალაგებული მესიჯი, მაშინათვე გავრცელდა. მე როგორც კი იმ საღამოსვე დავიწყე ამ განათლების იმაზე რეფორმაზე წერა, მაშინათვე დავინახე რომ აი როგორ არის კოორდინირებული ამ მესიჯის და დავწერე პოსტი, რომელშიც ვთქვი რომ მე-12 კლასი თუ ამბობ შენ მასწავლებელი, რომ მე-12 კლასში ბავშვი არ დადის და შენ დიპლომს აძლევ, იმ სკოლის ეს პირდაპირ სტანდარტის დარღვევაა და იმ სკოლის ავტორიზაცია უნდა გადაიხედოს. გარდა ამისა, ყველა ბავშვი ხო არ აბარებს უნივერსიტეტში. ყველა ბავშვი ხო არ დადის შესაბამისად უნივერსიტეტისთვის დადიან რეპეტიტორთან და კაი, ვთქვათ, აი ქართულის მასალა რო ავიღოთ, რომელიც 2 წელიწადში ქართული ლიტერატურის უზარმაზარი მასალა არის 2 წელიწადში. ჩატენილი აი ამ დღეებში ველაპარაკებოდი ქართულის მასწავლებელს და ახალი სტანდარტის ყოველთვის მუშა ვერსია მოვიპოვე.
გარდა ამისა, ანუ ადამიანი რო ამთავრებს ამ 12 კლასს, თან ხო იცი როგორ იცვლება ყველაფერი. უნდა კონდეს თვითგანათლების უნარი, უნდა კონდეს манипуляციის ამოცნობის რო პოლიტიკური манипуляციის მსხვერპლი არ გახდეს, უნდა კონდეს მედია წიგნიერების უნარი, რო იქ დათვი რო კატასტროფერება იმაში, რა ქვია, AI ვიდეოში ნამდვილი არ ეგონოს, ხო? ბევრი უნარი, უნდა მიხვდეს, როდესაც ვიღაცა შარლატანი მის არასწორ სამედიცინო რჩევას აძლევს. ამის უნარი ხო უნდა დასრულ ადამიანს და ხო უნდა შეეძლოს აი ეს უამრავი ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური პლატფორმები, რომელიც მარტივად გაკეთებინებს ყველაფერს, მაგალითად, სულ არის სწავლე, მაღაზია გაქვს, იმას ყიდი, რა ქვია, ფერმა გაქვს, პატარა, არ გისწავლია მე-12 კლასში, მაგრამ გინდა რომ გაყიდო, ხო, რაღაცეები და აი ამ AI-ით მარტივად საიტი შეგიძლია აწყო, ხო? ეს უნარი ხო უნდა ჰქონდეს ადამიანს. ის ხო არ არის მარტო რომ მე-12 კლასი არის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. და მოვუყევი მაგალითი, აი ჩემი შვილი მაგალითად საჯარო სკოლაში ამერიკაში რას აგნებს სწავლობს იმის მიხედვით, რასაც აირჩევს. საერთოდ მე-12 კლასი რო დაამატე ზუსტად მაგას ამბობდნენ, რომ ეს იქნება პროფესიული, ასე ვთქვათ, გეზის, აღების, გარკვევის წელი. და ამ დროს შენ ამბობ, რომ მე ეს უნდა მოვაცილო, ესე იგი ვიღაცეები საერთოდ დარჩებიან კიდე უფრო აკლებ განათლებას. და ეხლა წარმოიდგინე, ესენი კერძო სკოლებს ვერ შეეხებიან, იმიტომ რომ კერძო სკოლებს აქვთ IB, American High School, Cambridge-ის პროგრამები, ანუ მაგას ვერ შეეხებიან, ეს 12 წლიანი პროგრამებია. ანუ რა გამოდის, რომ მშობელი როდესაც აქვს შესაძლებლობა, გაცილებით უკეთეს განათლებას მისცემს და უფრო მაღალი დონით გაუშვებს უნივერსიტეტში სტუდენტს და ეს ყველა პროფესორმა იცის, მაღალი დონით მოსული სტუდენტი რამდენად უფრო მეტს იღებს უნივერსიტეტისგან, ვიდრე იმ მშობელი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა და უშვებს საჯარო სკოლაში და უცნაური ის იყო, რომ ეხლა მე ზოგადად მაგ ხომე, რა ვიცი, მაქსიმუმ 50,000, აი იშვიათად ნახვა პოსტზე. ამას ქონდა 9 მილიონი ნახვა. ეს ნიშნავს, რომ იმდენად მოხვდათ გულზე, აი იმდენად მოხვდათ ეს გულზე, რომ ის მესიჯები საერთოდ დაიკარგა. აი ის რომ მე-12 კლასი მოსაცილებელია. ანუ ვიღაც დირექტორები გამოვიდნენ, რომლებიც სულ ოცნების მომხრეები არიან და იმათ ჩაწერეს ვიდეოები, რომ არ ვემხრობით. ხო, ან ჩუმად არიან. მასწავლებლებმა მომწერეს, რომ დიდი უკმაყოფილება არისო. თან იცი რა არის, მე ხა ერთი წელია გაჩერებული ვარ ამ ამბების გამო, თორე წელიწადში მინიმუმ 1000 მოსწავლესთან მაქვს შეხვედრა და დაახლოებით აი 100-200 მასწავლებელთან გააჩნია რა პროექტები მაქვს. მე თითქმის არ შემხვედი, ანუ მშობლების 95% ფიქრობს, რომ რაღაც საფეხურზე მაინც გაუშვებს შვილს უცხოეთში. ან ბაკალავრზე, ან ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით, ან მაგისტრატურაზე. ანუ ეს საერთოდ არ არის ის იმათ რომ გაუშვებს, რომ ეს მიგრაციას შეამცირებს, საერთოდ არ აინტერესებს ახლა იმ მშობელს, მაგას უნდა თავის შვილი იყოს კარგად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ იმათ ეს მესიჯები საკმაოდ ჩაუვარდათ. და ძალიან საინტერესოა რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ განვითარდება ამ კონცეფციის ბედი, იმიტომ რომ აშკარად ძალიან დიდია უკმაყოფილება. უბრალოდ არ ვიცი ეს რამდენად იმუშავებს. თან ახლა ამათ ტიპაში რო აიღო, ამათ ცხოვრებაში არაფერზე არ აუღიათ პასუხისმგებლობა და ცხოვრებაში არ უთქვამთ, რომ რაღაც შეგვეშალა. ესენ ხო ყველაზე ყოველთვის ყველაფერში მართლები არიან და ასე შემდეგ რა. და აი საინტერესოა, ანუ ისევ ამ თავიანთ სიჯიუტეში ჩარჩებიან თუ ამაზე მაინც იტყვიან, რომ მოდი შეიძლება მცლად მართლები არ ვიყავით. ან რაღაც სხვა ფორმით მიჩქმალავენ. სინამდვილეში ყოველთვის დამნაშავე არის კონკრეტული პრემიერი, რომელიც იქ იყო და რომელიც იყო deep state-ის წარმომადგენელი იმ დროს. და ფაქტობრივად ამ წლების განმავლობაში ყველა პროექტი იყო წარუმატებელი. ოღონდ ეს არ იყო ხოლოდ ერთი, ანუ ბიზინა ივანიშვილის გარდა ყველას დანაშაული იყო, ყოველ შემთხვევაში ყველა პრემიერის დანაშაული იყო. ნუ ის შლის ამით მის პასუხისმგებლობას და ერთხელაც იქნება და როგორც დაიჭერენ სხვადასხვა და ცდილობენ რომ დაიჭერენ სხვადასხვა პრემიერები, ერთხელაც დევნა იქნება გამოცხადებული ალბათ თუ მანამდე თვითონაც დარჩა, დევნა იქნება გამოცხადებული ხა ყობახიძეზე. გაგრეჭინან. ეს რომ მოვაშოროთ ეს ასე ვთქვათ პოლიტიკური ამბებია. უბრალოდ დიდი პოლიტიკური განათლების პოლიტიკაზე ვკონცენტრირდეთ, ხო? მართლაც 12 წელი, ხო 12 წელი საერთოდ რატო შემოვიდა? იმიტომ რომ ჯერ-ერთი სკოლის სტანდარტი, რომელიც იყო სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტი, არ აკმაყოფილებდა. რატო? იმიტომ რომ მართლაც ბოლო წლები არის სხვა ფუნქცია უნდა შეეძინა აი ამ მე-12 კლასს. და პრობლემა იმაში არის, რომ ის ფუნქცია საერთოდ იმ ფუნქციასთან არაფერ შუაში არ არის ეს მე-12 კლასი და დღეს მივიღეთ წლების განმავლობაში არ ჩატარდა აქ რეფორმა და რა მივიღეთ, ხო, რომ ფაქტობრივად ის
ახალგაზრდები, რომლებიც ის მოსწავლეები, რომლებიც მიდიან უნივერსიტეტებში, ისინი ამბობენ მე 12 წელს საერთოდ არაფერში არ მჭირდება და წავედით რეპეტიტორთან და ვინც არაბარებს იმათაც არ ჭირდებათ. ანუ ფაქტობრივად ეს 12 კი არა მარტო ბოლო 3 წელიწადი არავის არაფერში არ ჭირდება, იმიტომ რომ შესაბამისი რეფორმები იქ არ გაკეთდა. და საერთოდ თუ იმას ვიხსენებ, საერთოდ თუ გამოცხადებულა ესეთი რეფორმა, რომლის მიზანი, განცხადებული მიზანი არის მანამდე არსებული სისტემის გაუარესება. ანუ პრემიერი გულახდილად დაჯდა და თქვა, რომ აქამდე რაც იყო, იმაზე უარესი იქნება, იმიტომ რომ შედეგი იქნება უარესო შესაძლებლობა. აქ ყველაფერაკია რამდენი წავა, რამე საქმე არის, რამდენი წავა, რამდენი არ წავა, ხო? ეს სტანდარტი იქნება ისეთი, რომ ვერავინ ვერ წავა. და წარმოიდგინეთ დიდრების გარდა. ბატონო? დიდრების გარდა. დიდრებთან დაკავშირებით, აი ჩვენ უნდა გავუსვენოთ კიდე ამ კერძო უნივერსიტეტებში გადაყვანა საერთაშორისო სტუდენტები და ამ მიმართულებით თქვენ და ამ ბევრის თქმა შეგიძლიათ, ხო? ის რომ შენ ფაქტობრივად მოსახლეობას უთქვა, რომ თქვენ ხართ გაუსვლელები, ანუ ის რომ შეიძლება თბილისში ვერ ჩამოხვიდეთ და თბილისელმა ახალგაზრდამ ვერ აერჩიოს თუ მოეწონა მაგალითად და თუ უნდა და თუ იქ თუ დაინახა თავისი პერსპექტივა მაგალითად იგივე ასე თქვა დასავლეთ უნივერსიტეტი და დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტი იგივე ქუთაისის უნივერსიტეტი ანუ ეს არის ჩაკეტვა ანუ პირველი კეტავენ აღმოსავლეთ დასავლეთ საქართველოში მეორე ჩაკეტვა არის რომ ვერ წახვალ თუ პრივილეგირებული ჩემთან თუ არ იქნები ფულს თუ ჩემთან არ გააკეთებ და იმ ასე ვთქვათ სხვა სკოლებში არ ისწავლით ვერ წახვალთ ხო და ფაქტობრივად გადაკეტვა არის ამ შესაძლებლობის როდესაც მაგალითად მე ქუთაისში რო ვიყავით პარლამენტში ახალგაზრდებს რო ხვდებოდით მეთქი აი ჩამოდით წაიკითხათ ლექციას ჩვენ არ კაი კაცო ჩვენ ხშირ შემთხვევაში თვითფრინავზე ვჯდებით და მივდივართ მილანში ვკითხულობთ ან მუშაობ და მე რაღაცა ლექციებზე შევდივართ ან მე სადღაც უყარს საერთოდ სხვა სამყარო არის ამ სამყაროს კეტავს და აკეთებს პროვინციის. მე რას ნიშნავს ეს ერთი ფაკულტეტიდან, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლა დამთავრებული ვერსად ვერ წავა, ოღონდ ვერსად ვერ წევა ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი არის ცუდი სკოლა არის, ხო? ანუ ცუდი სკოლა არის, ხო? მეორე შედის და ის 3 წლიანი რო არის, ხო? აქ ხო არის, რომ 3 წლიანი რო არის, მე მაგისტრატურაშიც ვერ წავა, იმიტომ რომ მისი დიპლომი უკვე უფრო დაბალ დონეზე არის, იმიტომ რომ სწორედ ის ხო, ისევ ცოტა წავა. გაცილებით ცოტაზე ცოტა წავა. და იგივე აი ამ იმაზე რო არაფერი ვილაპარაკოთ, რომ ძალიან კარგად ახსნა, ასე თქვათ, ეს 3 წლიანი რამხელა გამოწვევა არის და 3 წლიანი შეიძლება იფიქრო, როდესაც სკოლის დონე მაიწევა. კი, რაღაცა მიმართულებით არა, ოღონდ იქაც აკადემიური თავისუფლება აუცილებელი, სადაც პროფესიონალი და პროფესორი თვითონ გადაწყვეტს, რამდენი წელი არის საჭირო, რომ მე შენ გითხრა, რომ სწავლა დაამთავრე, ხო მართალია არა? ამ მიმართულებითაც არის. მე ეს ასე ვთქვათ, ფაკულტეტები, სადაც სხვადასხვა პროგრამები არის. ეს არის შესაძლებლობების გახსნა, ხო? მე მინდა ვისწავლო სიტყვაზე ფილოსოფია, მათემატიკა, მინდა ვისწავლო მათემატიკა და არ ვიცი, ენები, მინდა ვისწავლო, არ ვიცი, კიდე სხვა, მე ვაკეთებ ამის კომბინაციას. ეს 4 წელიც ისაა, რომ არსებობს პირველი და მეორე დიპლომი და ჩვენო გვესმოდეს, რომ თანამედროვე ადამიანი ცხოვრების განმავლობაში იცვლის ამ სამ პროფესიას მინიმუმ, ხო? დაახლოებით უმრავლესობა ესე არის. მე მოგ პირველ განათლება იურიდიული და რასაკვირველია, იმიტომ რომ იცვლი და თქვენ იურიდიული რო გაქვთ და მე სხვა რო დაამთავროთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ რაღაცა ასე ვთქვათ, რაღაცა ამ ბაზარზე უნიკალური ადამიანი ხართ, ხო? იმიტომ რომ ეს კომბინაცია თქვენ თვითონ შექმნით. ამ კომბინაციების შექმნის საშუალება არავის არ არის. და აუცილებლად დავამატო, რომ აი ეს ინტერდისციპლინურობა, აი ამისკენ მიდის მსოფლიო. აი ყველაფერი ხდება ინტერდისციპლინური. მაგალითად, ამერიკაში არის საინჟინრო ფსიქოლოგია.
ანუ ფსიქოლოგები მოდიან, ინჟინრები მოდიან და რა თქმა უნდა ეს ორი სკოლის გაერთიანებაა. და მე ანუ პირველი წელი აწევენ ერთმანეთს, ანუ ისინი ინჟინერიას სწავლობენ, ესე და ეს არის ფსიქოლოგია, როცა შენ აი ამდენ საინჟინრო სისტემასთან გიწევს ურთიერთობა. ჭკვიან სახლებში გიწევს ცხოვრება, ხო, ამდენი ის ყავს და მაგალითად მისი ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მიმართულება არის რობოტისა და ადამიანის ურთიერთობა. რაც ნიშნავს და ეს ხალხი აღყავთ ზუსტად იმისთვის ეს ადამიანები ამ დიდ კომპანიებს რომელიც რობოტებზე ან სხვადასხვა ჭკვიან მანქანებზე მუშაობენ ზუსტად იმიტომ რომ ეს დიზაინი ისე დაიგეგმოს რომ ადამიანისთვის სწორად იყოს მისაღები და ამას მარტო ინჟინერი ვერ აკეთებს ამას აუცილებლად ჭირდება ფსიქოლოგი. გარდა ამისა ყველა ნებისმიერ იმას რო შეხედოთ პროგრამას ყველა უკვე აუცილებლად დაინტეგრირებს მონაცემთა ანალიზს, აუცილებლად დაინტეგრირებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და საუკეთესო არა მარტო ეს ინტერდისციპლინური პროგრამებიც არსებობს. სადმე აქვთ ინტერდისციპლინური პროგრამები? მართლა მაინტერესებს. სად უნდა წაიღონ? აი რომელ სკოლას უნდა მიაღწიოს? წარმოიდგინე, ანუ კაცობრიობა უკვე არის რაღაც ზღვარზე, ინტენსივობა, მობილობა, ანუ ყველა ის მაინორები, როგორ უნდა აიღონ მაინორები? რისი თქმა უნდა, ეს სხვა ქვეყანაში რო ხდებოდა, ეს შეიძლება სასაციოდაც კი მოგეჩვენოს, მაგრამ სულ არ მეჩვენება სასაციოდ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ხდება. ვახაც სასაციოდ ბოლო ჩვენთვის კაცობრიობა არის ზღვარზე, როდესაც უკვე ანუ კიბერნეტიკული ორგანიზმები რეალურად შესაძლებელი, ანუ ადამიანში იქნება რაღაცა კიბორგის და კიბორგში იქნება რაღაცა ადამიანის, ანუ პრაქტიკულად ხა რობოტებს რო ხედავ, ანუ ჩინეთში, იაპონიაში, ამერიკაში, ხა Boston Dynamics-ი იქნება თუ ნებისმიერი სხვა დიდი კომპანია, ანუ შენასაც ხედავ თან ეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ხო ხელს უწყობს. ანუ აი კანი ჭირდება ელემენტარულად, რომ ადამიანის მსგავსი რობოტი შეიქმნას, ალბათ ხა შეიძლება უახლოეს 20 წელიწადშიც კი ეს შესაძლებელი გახდეს, რაც კინოებში გვინახავს და კაცობრიობა არის აი ამ ზღვარზე და ჩვენ ამ დროს გამიხილავთ რას? რა? აი ჩვენ საკვart. აი ყველაზე დიდი ფული ახლა მაგალითად სილიკონის ველზე მიდის ბიოტექნოლოგიებში და სამედიცინო ინჟინერიაში და ბიოინჟინერიაში. რაც არის რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ბიოქიმია ძალიან კარგად და თან უნდა იმუშაოს აი ამ იმაზე ელექტრონიკაზე, რომ იმისთვის რომ რაღაცები გაზომოს, იმისთვის რომ რაღაცები, ანუ შექმნას ეს მოწყობილობები, რომელიც ზომავს, შექმნას ის მოწყობილობები, მაგალითად სტენფორდში ჩვენ ძალიან მაგარი პროფესორი გვყავს, მკვლევარი გვყავს ერთ-ერთი ქართველი, იგა კალოიანი, რომლის ჯგუფი სტენფორდში მუშაობს იმაზე, რომ დეპრესია, აუტიზმი და ასეთი რაღაცები გამოიკვლიოს ადამიანში ჩიპის ჩადგმით. ანუ როდესაც ეს კრიტიკული შემთხვევებია და სხვანაირად უკვე გარიდან გაზომვა არ ყოფნის, უკვე ეს ჩიპს უნერგავენ და ესე ზომავენ ადამიანის გონებრივ ფუნქციებს. აი ამ თანაკვეთებში ახლა ყველაზე დიდი ფული და ახლა ჩვენ გვეუბნება კობახიძე, რომ არანაირი თანაკვეთები. ბიოქიმია უნდა ჰქონდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერია უნდა ჰქონდეს. ინოვაცია საიდან გაჩნდება? ინოვაციას ხო აუცილებლად ჭირდება ეს ფართო ხედვა. ინოვაციას ჭირდება რომ სტუდენტს ჩვენ ხო გვაქვს general education რა ზოგადი განათლების მოდული ყველა პროგრამაში. ეს ამას ხო ჭირდება რომ იმას არჩევანი ჰქონდეს. აი ამ მოდულიდან როგორ ექნება ეს არჩევანი? ეს პროფესორები სად ილეონის მაგალითად ბევრი პროექტი ჰქონდა, როცა კომპიუტერული მეცნიერებების და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი მუშაობდა ლინგვისტებთან, მუშაობდა გეოლოგებთან, მუშაობდა იმასთან, რა ქვია, რა ვიცი, მუსიკის მიმართულებასთან. საიდან გაჩნდება ეს ინოვაციები? აი მთლიანად იმ დროსთან ეხლა ძალიან კრიტიკული ყოველთ სხვა არ არის, აი იყო .com-ის დროს, ხო? იყო თქვათ რაღაც 60-იან წლებში, როდესაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ რაღაცა ინოვაციების სფერო რო ვითარდება, რომ ამას უცებ დაეწიოს და ამაზე ეკონომიკა გააკეთოს, ხო? როგორც მაგალითად ესტონეთმა გააკეთა. ეხლა გვაქვს ეს 10 წელი არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული ნიშა. 10 წელიწადში ეხლა ეს ყველაფერი გაჩერდება, დიდი კორპორაციების ხელში გადავა ყველაფერი და უკვე შანსი უკვე ვიქნებით ძალიან დაბალ დონეზე. მაგრამ ეხლა მივიდია რო აიღო და სომხეთი რა. წავიდა ინვესტიცია სომხეთში. სომხეთს ჩვენ ვუსწრებდით, სადღაც 18-19 წლამდე ჩვენ ვუსწრებდით სომხეთს ტექნოლოგიების განვითარებაში. და ახლა ისე გავარდა, რომ ძალიან გვიჭირს უკვე დაწევა. და ეს არის ძალიან ეს ნიშნავს რომ აი ახლა 10 წელიწად ჩვენ თუ ვერ გამოვიყენებთ 13 და ჩვენ ხო აი ახლა რაც იყიდება პროდუქტებს ჩვენ ხო ვერ შევქმნით ყველაფერს ვყიდულობთ ტემუზე ხო ჩინეთს როგორ უნდა გაუწიო კონკურენცია იაფფასიანი პროდუქტების შექმნაში ხო ვერ გაუწევ და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციაც რაც ხო მაგაშიც ინჟინერია გვჭირდება სოფლის მეურნეობა არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალ განვითარებული დარგი და სოფლის მეურნეობა მაგალითად ერთ-ერთი პირველი იყო სადაც დრონები დაინერგა და ასე შემდეგ უკრაინაში დრონების ომი როა პირველ
თავდაპირველ ეტაპზე სოფლის მეურნეობაში რაც იყო ის დრონები გამოიყენებოდა დიდი დრონები რაღაც სარწყავი და ამ შემდეგ ხო და ანუ ჩვენ ესენი ქვის ხანაში კი გვაბრუნებენ მაგრამ იმ ქვის ხანაშიც გვაბრუნებენ ინსტრუმენტების მინიმალური რაოდენობით და საერთოდ რა უნდათ ვერ ისა ერთი რაც მინდა ეხა რა საკითხს მინდა დაუბრუნდეთ ანუ ჩვენ განვიხილეთ უნივერსიტეტის დიპლომის ძალა და მეტნაკლებად შევხვდეთ მე-12 კლასმა და მე-12 კლასს მინდა რამ ხრივ შევხვდეთ კიდე იცით მე მჭირდებოდა ძალიან დიდი ბიუროკრატიული რაღაცების გავლა ატესტატის აღიარებას და ამავდროულად მახსოვს ეს პროცესი არა როგორც ახლა ვიზაზე გჭირდებოდა მილიონი დოკუმენტი ეს 90-იანების ბოლო ალბათ კი ანუ 2000-იანი დაწყეში ანუ ყველა ვარიანტში ადამიანს რომელიც იღებდა 11 კლასის განათლებას რა ჭირდებოდა უამრავი დოკუმენტის მოძიება, თარგმნა, ნოტარიულად დამოწმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ქონდა შესაძლებლობა დოკუმენტების შეგეტანა უცხოურ სასწავლებელში რა. და ანუ ისევ და ისევ ეს მე-12 კლასი მინდა რომ თქვენ მინდა რომ განმარტოთ, რას გამოიწვევს მე-12 კლასის გაუქმება ამ პერსპექტივისთვის. ან დაახლოებით იგივეს გამოიწვევს, იმიტომ რომ ეს მე-12 კლასის დამთავრებაში ძალიან საინტერესო პირდაპირ ნიშანდობლივი кейსია, რომ 2009 წელს ეს სტატია დაიდო განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე. რომ რატო გვჭირდებოდა მე-12 კლასის დამატება. როგორც კი ყველამ ეს აქედან წამოვიღეთ ინფორმაცია და გავავრცელეთ აი ამ კონცეფციის გახმოვანების შემდეგ. განათლების სამინისტრომ წაშალა. ანუ სტატია, რომელიც იყო განათლების სამინისტროს გვერდზე, რომელიც მას ემუქრებოდა, იმიტომ რომ პირდაპირ ხსნიდა რატო იყო მე-12 თვითონ ამბობდნენ რატო იყო მე-12 კლასის დამატება საჭირო. იმიტომ რომ აი ეს აღიარება იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ 11 კლასს დამთავრებულებს ჩამოთვლილი აქვს ეს ქვეყნები ვერ იღებდნენ, ეს ქვეყნები ახლაც კი მე-12 კლასის დამთავრებულს გერმანიაში მაგალითად თუ არ აქვს გერმანული ან რაღაცა ეს ცნობილი საერთაშორისო პროგრამა დამთავრებული, ჭირდება foundation year რომ მოხდეს, ანუ ან ჭირდება რაღაცა სემესტრი რომ უკვე ის გაატაროს იქ. ხო, რაღაც გამონაკლისებია, როცა ნახევარი წელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჭირდება. და მე-11 კლასის შემთხვევაში რა მოხდება? მithumetes იმის ფონზე რომ ეხლა ავტომატურად აღარ გვიღიარებენ, ხო? იმიტომ რომ მე-12-ზე იყო ეს დათქმა. მე-11 შემთხვევაში იმის ფონზე რომ გერმანიის ლანძღვაში ისა რა ქვია, ამოზდის სულიკო ბახიწეს, ხო? აი ამ შემთხვევაში რა მოხდება? ვინ გვიღიარებს ამას? ანუ ისევ და ისევ და როგორ აკადრეს მოსახლეობას არ ვიცი პრემიერ-მინისტრმა როგორ შეიძლება ისეთ რამე მოსახლეობას აკადრო ვისაც უნდა უცხოური უნივერსიტეტიო წავიდეს იქ ერთი წელი სკოლაში ისწავლოს ეს როგორ შეიძლება ესეთი რამე ანუ იქ ერთი წელი სკოლაში ისწავლოს ან boarding school-ში უნდა გაუშვა შვილი მარტო რა შემოსავალი უნდა კონდეს რომ რომელიც ღირს დაახლოებით 50-100,000 დოლარი და ძალიან კაი ქართული ანდაზაა მშიერი ისაო მაძღარიო მშიერსო ჭამას ასწავლიდაო თვითონ მას ეს პრობლემა არ დაუდგება კი გაუშვებს თავის შულს და აბა რომელი ჩემი ნათესავი როგორ გაუშვებს ერთი წლით იქ იმას ასე შენ როგორ უნდა წახვი კაი თქვა boarding school-ში არ გინდა და მაშინ შენ უნდა გადაცხოვდე ან მე როგორ გაუშვა ეხა ანუ ერთი წელი ჩემსაც ხო ისე თემა როგორ უნდა გაუშვა ეხა ჩემი შვილი ვთქვათ ერთი წლით კიდე იმის სასწავლებლად რაც აქ შეეძლო ეს სწავლა რა ანუ აქ შეეძლო ეს დიპლომი მიიღო კი ბატონო რა ანუ ეს პრობლემები ცალსახად გაჩნდება, რა თქმა უნდა, არ უნდა ვთქვათ აი ყოველთვის იმას ამბობენ ხოლმე, რომ კი, მაგრამ ხო არის აი მოყავთ ისინი გამონაკლისი შემთხვევები. ანუ გამონაკლისის შემთხვევებზე კი არ უნდა გქონდეს ჩვენ სწორება, ჩვენ უნდა გქონდეთ მასაზე სწორება. ანუ ეს ნიშნავს, რომ 100 ადამიანი თუ მიდეთ, ძალიან მარტივად მიდიოდნენ. აი როგორ ვთქვა, აი მე ხო სულ სოფლის და რაღაც რეგიონის სკოლებთან მუშაობ ხოლმე და ბავშვები თვითონ ავსებდნენ აპლიკაციას, მარტივად ეხლა ეს მარტო ძალიან ყოჩაღი მშობლის შვილი, რომელიც გაივლის ამ ბიუროკრატიულ ემებს, იქ მოახერხებს სადღაც ნათესავთან გაუშვას ეს თავისი შვილი, მარტო ის მოხდება. ანუ ეს ნიშნავს, რომ 100-დან 5 მოხდა, 100 თუ მიდიოდა 5 წავა. და ეს არის სერიოზული. ჩემი სოფლიდან ახლა სვანეთიდან ლატავიდანაც წასულა ბავშვები რა, არა. და ეს ძალიან მაგარია რომ ბავშვს შეუძლია რომ წავიდეს რაღაც და ისე არ არის ამასაც აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა, იმიტომ რომ ისინი იყენებენ აი ამ პროპაგანდას, რომ სამაგიეროდ ეს მიგრაციას შეუშლის ხელს. იმიტომ რომ ზაზაშატიშვილი 2 დღის წინ წადით. აი ამბობს რომ ხო წადით ყველაზე კარგები და ესა და ამბობენ რომ აი ეს ხალხი მე აქ ჩვენ ვკარგავთ ამ ხალხს. ჩემი მეგობარი რომელიც სისკოში არის დიდი ჯგუფის ხელმძღვანელი საინჟინრო R&D, ანუ კვლევის და განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი სილიკონის ველზე, ქუთაისელი ბიჭი, მან ზუსტად მოახერხა 2 წლის წინ საქართველოში ჩამოიტანა ჯერჯერობით შუამავალი კომპანიის გავლით, მაგრამ 20 ინჟინერი აქ ყავს დასაქმებული. აქ 20 ინჟინერი იმის შედეგად რომ დათომ 20 წელი ისწავლა უცხოეთში და იქ დაწინაურდა კომპანიაში, აქ ახლა 20 ინჟინერი უახლეს კვლევებზე, არც ერთ უნივერსიტეტს არ აქვს ეგეთი კვლევები.
უახლეს R&D, უახლეს პატენტებზე მუშაობს. ამას როცა განვიხილავდით მაგალითად ერთ-ერთი გადაცემაში ვიჯექით და იგივე ჟურნალისტმა იგივე კითხვა დაგვისვა და შევხედეს წინ მიზის სიკო ჯანაშია, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში ისწავლა და ჩამოვიდა. აქეთ მიზის ლიკა ღლონტი, რომელმაც ასევე ბევრი რაღაც სხვადასხვა და ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა რომ უცხოეთში დარჩენილიყო, მაგრამ ჩამოვიდა და ლიკა ღლონტის პირდაპირ დამსახურებაა, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე მეტი ერაზმუსის პროგრამა გვაქვს, აი მართლა უზარმაზარი შრომა გაწია ამ ადამიანმა. აქ მეჯდა სტუდენტი, რომელსაც ასევე იქ ნასწავლი აქვს და დაბრუნდა და კაი მე სულ არ დავბრუნებულ ვარ, მაგრამ მუდმივად იმას ვაკეთებ, რომ ამერიკული პროგრამები აქ ჩამოვიტანო და განვახორციელო და როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენმა წასვლამ დააზიანა საქართველოს პირიქით. იქიდან ჩამოგვაქვს ეს. სინამდვილეში პირიქითაა, როცა ვერ სწავლობ მე მიდიხარ. ეს არის პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, გასაგებია რომ შენ ჯერდა მოწინავე გამოცდილებას იღებ. ხო? მეორე ისევ და ისევ ჩვენ სამწუხაროდ ვერც 34 წლის მანძილზე, ვერც 12 წლის მანძილზე რაღაც ისეთი ვერ შევქმნით რომ ან ჯერდა ჩაკეტილი სისტემა, მოდი აქედან დავიწყებ რა, ჩაკეტილი სისტემა, როგორც წესი, არ არის ეფექტური. საბოლოო ჯამში ჩაკეტილი სისტემა თავის თავს ჭამს და ანადგურებს, ანუ ამათ უნდათ რომ საქართველოს ჩაიკეტოს თავიდან ბოლომდე, მოიქცეს რაღაც იზოლაციაში და ეს ბაშკირეთი გახდეს. არა, ხო და რა ბაშკირეთი როგორ დღეშცა იმას გაცილებით უარეს დღეში აღმოჩნდებით ჩვენ გინდ ეკონომიკა აიღე, გინდ ნებისმიერ სხვა სფერო აიღე, განათლება აიღე, ჩვენ ისევ და ისევ სოფლიოსთან რო გვაქვს გარკვეული გაცვლა იდეების თუ რაღაც ვაჭრობა და ასე შემდეგ, შენ ამით ვითარდები. ჩაკეტილი რო იყო ჩინეთი, ხო? ანუ მაო ცედუნის დროს. იმიტომ იყო ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა იმ დროისთვის და დენ სიაოპინმა რო გახსნა ეს საზღვრები, მაგით ის სხვა იაპონიაც ავიღოთ. იაპონიასაც ჰქონდა ჩაკეტილობის პერიოდი ასევე ქონდა იმპერიის დროს ჩინეთ ჩაკეტილობის პერიოდი და ვერც ერთმა ქვეყანამ ამ ჩაკეტვით ვერაფერი ვერ მოიგო. ჩინეთის თან ეხლანდელი განვითარება არის იმის წყალობა, რომ ჩინეთი უკვე მე მგონი რაღაც 15 თუ 20 წელია დაახლოებით 60-დან 100.000-მდე სტუდენტს თავისი დაფინანსებით უშვებს ამერიკაში. და ესენი მერე რო ბრუნდებიან, ამად იმიტომ რომ ყველა ვერ რჩება ამერიკაში, იქ რა რჩება ვთქვათ 20% და დანარჩენი უკან რო ბრუნდება, ამათ ჩამოაქვთ ეს უახლესი ცოდნა. იმიტომ გავარდა, პლუს ახლა რესურსები აქ და ცენტრალიზებული აქვს, მაგრამ აი ამიტომ გავარდა ჩინეთის ტექნოლოგიები, აი ესე სწრაფად იმიტომ განვითარდა. ეს არის ჩემი აზრით ძალიან და ეს ჩაკეტილობაც ძალიან მნიშვნელოვანი ის არის ამბავი შენ რასაც ამბავი ხშირად აი ბევრი ის იყო კიდევ აი ამ ერთ-ერთი მესიჯი რომელსაც ეს ტროლები დავალებით აღწერებენ რომ კი მაგრამ რა ჩვენ უნდა გვინდოდეს რომ აქ იყოს საუკეთესო განათლების სისტემა და აქ მიიღონ მოსწავლეებმა სტუდენტებმა საუკეთესო განათლება და ამაზე ვეკითხები შენ ხვალ შეგიძლია რომ ათლეტი გახდე შეიძლება რომ ხვალ გახდე აი შენ ერთმა ადამიანმა ხო არის მთელი მასალები დავს ინტერნეტში, ხო? შეგიძლია რომ ხვალ გახდე კვანტური ფიზიკის სპეციალისტი. უკეთეს მაგალითს გეტყვით დაახლოებით. ანუ ხუჩა კვარაცხელია ბათუმში რო თამაშობდა, ეგ უფრო კარგი იყო ხუჩასთვის თუ ნაპოლი და პესეჟი. მათი შვილები საქართველოში საჯარო სკოლებში არ იღებენ განათლებას. საქართველოს დადიან ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ სკოლებში და აუცილებლად მიდიან საზღვარგარეთ. ხო, შენგედო თუ არ ვწდებით. Facebook-ზე ნინო წილოსანის შვილებზე და 13 წლიდან ესპანეთში გაუშვა შვილი, 2 წელი ესპანეთში ყავდა ნინო წილოსანს, თან მე გველაპარაკებე ხოლმე პატრიოტიზმზე და იდეებზე და შემდეგ 3 წელი ყავდა კალიფორნიაში და ეხლა ალაბამას კოლეჯშია ეს ღია ინფორმაცია, საჯარო ინფორმაცია იმაში რა. ჩამოიყვანა ნახასაო. რატო არ ჩამოიყვანა? უფროსი შვილი ბრიტანეთში გაუშვა. უფროსმა შვილმა მე მგონი ევროპული სკოლა დაამთავრა და მე გაუშვა ბრიტანეთში სასწავლებლად. ანუ და რო შეხეთო ყველა ეს ამაკას ცდილობს ახლა. მარტო მე შემიძლია რამდენი ადამიანი დავთვალო რომელიც კონსულტაციაზე მაგითხავდა. სწავლობენ, მუშაობენ ევროპასა და ამერიკაში და ჩვენი შვილებისთვის არ შეიძლება. ხო, ძალაუფლება და ფული აქედან მედეს. ხო, ძალაუფლება. ამ დანარჩენის ხარჯზე, ხო? ხო, ეგ არის და ეგ არის ამაში ყველაზე ტრაგიკულიც და ყველაზე დამპლურიც რა, მთელ ამ ისტორიაში. კიდევ ერთ თემას შეიძლება შევეხოთ ჩვენ. ასე ვთქვათ, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების კონკურენციის მოსპობას
და ამით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაანგრევასაც გარკვეულწილად და მთელი ფინანსების და ასევე ბევრი რესურსის გადატანას კერძოში, ხო? პირველი ინტერნაციონალიზაციას უნივერსიტეტი ამაზე ბიზნესი უნდა აკეთოს, არ გგონია რომ სტუდენტები ჩამოდის მხოლოდ ბიზნესი არის, არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის განვითარება იმ ინსტიტუციის, რომელშიც არის. შესაბამისად, ეს ნიშნავს გაცვლილი პროგრამები, ეს ნიშნავს ბართო პროგრამები, ეს ნიშნავს განვითარებას უნივერსიტეტის, ხო? მეორე, როდესაც ამბობენ, რომ თუნდაც ცვლიან ისინი საგრანტო სისტემა, სასეკულარიზაციო საგრანტო სისტემა დასახვეწია და წინსასასვლელია, მაგრამ რითი შეიქმნა 2004 წლიდან კონკურენცია და რითი გათანაბრდა. ჩვენ 90-იანებში გვახსოვს, რომ რეპუტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტების იყო ნული. არაფერი აღარ იყო. ყველა წავიდა, რომ ისე სწავლა უნდა და ისინი მიდიოდნენ კერძო უნივერსიტეტებში. რატო? იმიტომ რომ ერთი უნივერსიტეტი იყო, მიბმული იყო დაფინანსება და ჩამოიშალა მთლიანად ეს სისტემა, ხო? ახლა ზუსტად დაახლოებით იგივე რაღაცას გაკეთებენ, ხო? ჯერ ერთი სტუდენტების რაოდენობას უმცირებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა გაეზრდებათ კერძო უნივერსიტეტებს და თავისი ბიზნესის განვითარება უნდათ ამ უნივერსიტეტებში, ამას ემატება კიდე უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც უნდათ რომ იქ წავიდეს და ამითაც ფულის ეს უნდა და პლუს ასე ვთქვათ, მთელი ინფრასტრუქტურის გაყიდვა, ფაქტობრივად თბილისში არსებობის ინფრასტრუქტურის გაყიდვა და რსუ-ს გაკეთება. ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი არ იქნება, მაგრამ რუსთავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსულ პროსტორად, ხო? ანუ ეს არის, ანუ ამ მთლიანად ვითომ რაღაცას აკეთებენ სახელმწიფო უნივერსიტეტს და სინამდვილეში ეს არის დამოუკიდებლობის წაშლა, კონკურენციის წაშლა, რით მოხდა საერთოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები ეხლა იმდენად კონკურენტულნარები არიან, ხო, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ფული და იმის კონკურენცია ვერ გაუწია, ვერც სახელმწიფოს სხვათა შორის და ვერც კერძოს. იმიტომ რომ ესენი ყველანი არიან ერთმანეთთან კონკურენციაში. ამ კონკურენციის მოსპობა უნდა და შემდეგ უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტისა, კერძო უნივერსიტეტებსაც მიადგებიან. მაგალითად, იგივე საქართველოს უნივერსიტეტი, იგივე სხვა უნივერსიტეტებს მიადგებიან, რომ და იქ კონკურენციაში ბიძინა ივანიშვილი როგორი დახვეწილად კლავს, ესე იგი მოწინააღმდეგეს, ეს ყველამ კარგად ვიცით, ხო? ანადგურებს და ეს არის. როდესაც ვერ უგებ, უნდა გაანადგურო. ეს არის ახლა თავარი ეს ინტერნაციონალიზაციაზე თქვენ. არა, ინტერნაციონალიზაციის კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, რომ უკვე მე მგონი 2 თუ 3 წელია პრემიერის ნებართვა ჭირდება, რომ უნივერსიტეტმა სამედიცინო პროგრამა დაიმატოს. სამედიცინო პროგრამა არის ძირითადად, რასაც გვყავს ჩვენ უცხოელები. ანუ დაახლოებით 30,000 უცხოელი სტუდენტი გვყავს ახლა, ეს გეოსტატზე დევს ეს ინფორმაცია. და აქედან 99.9% არის სამედიცინო პროგრამებზე და ეს სამედიცინო პროგრამები გახდა უნივერსიტეტებისთვის ისეთი განვითარების შესაძლებლობა, იმიტომ რომ აი მარტივ იმას ციფრებს გეტყვით, ხო? მე მგონი სადღაც 100,000 თუ რაღაც ესე გვყავს ქართველი სტუდენტი და გვყავს 30,000 ინდოელი, ხო? ინდოელი და უცხოელი. ესე იგი, ეს ქართველი სტუდენტები იხდიან წელიწადში საშუალოდ, სახელმწიფო ფასი იხდიეს უმეტესობად, ძალიან ცოტა უნივერსიტეტს აქვს რაღაცა ისა, ცოტა მეტი ფასი. ვთქვათ საშუალოდ 3,000 ვთქვათ, ხო? და აქედან ყავს 30,000 სტუდენტი, რომელიც საშუალოდ $5,000, ზოგი $6,000 იხდის წელიწადში. რამხელა ის არის, ხო? რამხელა ფული არის. ამითი განავითარეს უნივერსიტეტმა. ის ფული არა, ის 2,000 ლარი არაფერი აღარ ღირს. ანუ ამითი უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ კარგი განათლების მიცემას და როგორც წესი არის ხოლმე, რომ აქედან აქვს შემოსავალი უცხოელი სტუდენტებისგან და ამას ხარჯავენ ქართულ პროგრამებზე. 1-2 წელი ამ ნებართვას მით უმეტეს მომიჯნავეზე. ლაბორატორია, მაგალითად ბიოქიმიის ლაბორატორიები ფანტასტიკური განვითარდა ძალიან ბევრ უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ ჭირდებოდა სამედიცინო სტუდენტებისთვის. და ამაზე მე კვლევები დააშენდა, ამაზე ეს ძალიან კარგი რაღაცა არის, ხო? ეხლა ეს თუ პრემიერის ნებართვით იქნება, უბრალოდ გაუქმებს იმ რომელიღაც კერძოს, უბრალოდ არ მისცემს ნებართვას, რომ სამედიცინო პროგრამა ჰქონდეს. მით უმეტეს რომ აგრე შარშან დაუმატებია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დაუმატებია ეს მედიცინის პროგრამა ინგლისურენოვანი, რომელიც აქვს თან ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად და ამიტომ ღირს 12,000 წელიწადში. როგორ გადაზიდონ იქეთ ნაკადი, ხო? თბილისში მარტო დაუტოვებენ სამედიცინო უნივერსიტეტს, მას რა ქვია, სამედიცინო პროგრამას
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ილიას მოუხსნიან, მე მგონი დაახლოებით რაღაც 1500 სტუდენტი ყავთ, არ არის ცოტა ეგეც ხო? 1500 სტუდენტი ყავთ მოუხსნიან, ამდენ სამედიცინო უნივერსიტეტი ვერ გაუძლებს, მე ვიღაცა კერძოებს მოუხსნიან და ეს ნაკადი გადავა გამზადებულად მთლიანად ქუთაისში. და აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ, ანუ ფულის კონტროლსაც აკეთებენ. და კიდევ გავითვალისწინოთ რა, რომ ჩვენ გვყავდა მინისტრი, რომელიც ფლობდა უნივერსიტეტს, გაყიდა ეს უნივერსიტეტი, გახდა განათლების მინისტრი, წამოვიდა განათლების მინისტრობიდან და ისევ იყიდა უნივერსიტეტი. თანამფლობელი არის. ახლა რა ხდება, ხო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი ინტერესთა კონფლიქტი არის და როგორ უნდათ აი ამ განათლების ბიზნესის მათ შორის გადანაწილება როგორ ხდება აი ამ კონცეფციის შედეგად. მაგრამ ნუ არის ეგეთი პრინციპი, რომ რაც მუშაობს, იმას არ უნდა შეეხო რა. ეს მარტო პრინციპია და მეორე, ნუ ჯერ ზოგადად სახელმწიფო ხშირად რაშიც ერევა, იღებს ეგრეთ წოდებულ კობრას ეფექტს, რა ცნობილია ისა, ბრიტანელები სცადეს რაღაც კობრების რაოდენობის შემცირება ინდოეთში და იმდან უაზროდ გამოვიდა რომ პირიქით გაიზარდა კობრების რაოდენობა ინდოეთში ამის შედეგად და ეხლა უყურეთ თან ამ ფორმაციის ქართული ოცნება ეხლა რაც აი კობახიძე და მისი გუნდი აკეთებენ ანუ რაც მუშაობს არ შეეხო კი არა ან ძალიან სავალალო შედეგი იქნება მათ შორის ახლა შენ ვამბობდი რომ აი ქუთაისში უნდათ ამ ნაკადის გადაკაჩვა რა და ეგ ბევრი პრობლემას წააწყდება, მათ შორის შეიძლება ადამიანს ემეტავთ ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო არა აწყობდეს ქუთაისში გადასვლა, ანუ ისევ და ისევ პლუს აქ ლექტორების გადაკაჩვაც როგორ გამოუვათ, არ ვიცი, იმიტომ რომ აი სამედიცინოს ამბობ რა, სამედიცინოზე ხშირად შეიძლება ასწავლდეს პრაქტიკოსი ექიმიც, რომელიც არის დასაქმებული, ანუ მისთვის ალტერნატივა ეს ალტერნატიული შემოსავლის წყაროა, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მოუწევს ძირითად პროფესიასა და ამ მეორე პროფესიას ლექტორობას შორის ჯერ კიდევ გაურკვეველია ის არჩევანს გააკეთებ. მერე ამით შეიძლება დაკარგო ძალიან ხარისხიანი ლექტორები და მიიღო შედარებით ნაკლებად გამოცდილი თუ ნაკლები ცოდნის მქონე ლექტორი და ამით უკვე ხარისხი იკლებს თავისთავად და ეს უცხოელი სტუდენტიც აქ ხარისხისთვისაც მარტო დიპლომისთვის არ არის სამედიცინო სფეროში იმიტომ რომ ამათ ესე უცხოელი სტუდენტები აქტივ არავინ არ რჩება, არ არის მათთვის კლინიკებში ადგილი. ესენი ყველა აგრძელებს, რომ სადღაც მე გამოცდა ჩააბაროს, სადღაც ის გააკეთოს, რა ქვია, ამას აგრძელებენ და იმისთვის არიან, რომ ეს მათაც იგივე პრობლემები თუ შეექმნებათ, აღარ შემოვლენ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ როცა ამას განვიხილავთ, ჩვენ სულ უნდა გქონდეს თავში, რომ ამას ქართული ოცნება იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ხარისხი გაუმჯობესოს. ეს ცალსახად ჩანს, რომ ამისთვის არ აკეთებს. ამას აქვს ორი მიზანი: ძალაუფლება ანუ კონტროლის მთლიანად ეს მოპოვება და ფულის გადანაწილება. ეს არის მთავარი ორი მიზანი. და მათ შორის ცოტა ფულის დაზოგვაც, იმიტომ რომ 12 ერთ კლასს რო გამოაკრებეს დაახლოებით 9%-იანი დაზოგვა, ну, კაი თქვა 8%-იანი. ხელფასებზე და საკლასო ოთახებზე, ამ სკოლებს რო ვერ აშენებენ და 2 და 3 ცვლა რო არის საკლასო ოთახები, გამოთავისუფლდება ერთი კლასი, ახლა ну ცოტა არ არის 8%. ანუ იმის ნაცვლად რო აი ხაშურში რო იყო შეხვედრა და უნივერსიტეტში ეგრე არ მოხდება? სტუდენტების სკოლები აშენონ სტუდენტურ გრანტებზე 2 წელი რო დაგაკლდება, მაგისტრატურის გრანტებზე, ბაკალავრიატის გრანტებზე 2 წელი რომ მოგაკლდება, იქაც ხო ზოგავს. ანუ ვითომ რომელიღაცა სპეციალობებზე რომ უნდათ რომ გაზარდონ სიტყვაზე თანხები, ხო? ასე გვიძლია ამ თანხებს მოიტანენ სწორედ აი ამ მე-11 კლასიდან და მე-4 კურსიდან და კიდევ ერთი მაგისტრატურიდან. იქ რაღაცის აშენება უნდათ, ყიდიან თბილისის უნივერსიტეტის აშენება თუ უნდოდა და ამ ინფრასტრუქტურის გაკეთება უნდოდა ზუსტად თქვენ რო თქვით მაღლივი კორპუსის ირგვლივ არ უნდა გაეყიდა მთელი ეს მიწები და არ უნდა გაეშენებინათ სხვა რაღაცები იქ უნდა ეშენებინათ ბევრი რაღაცა ხო მართალია რა იქ შეიძლება დაგაკეთონ მაგრამ ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი რომ ეს გაყიდეს მორჩა აქ არაფერი აღარ არის რა უნდა გააკეთონ ჭავჭავზე არსებული შენობები უნდა გაყიდონ და წავიდნენ კი, ნამდვილად ასე არის და ეს მართლა ბევრი მიზანი აქვს. თან პლუს აი ხა რო ამბობენ პროფესორებს რო გაუხარდათ თითქოს რომ სრულ პროფესორებს ექნებათ 10,000 ლარი ხელფასი, ხო? მე მგონი ლიკამ დათვალა რომ დაახლოებით თუ არ ვცდები, ზუსტად სადღაც 1000 თუ 1100 ის არის სრული პროფესორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში. არ არის მაგდენი საჭირო. შენ თუ ამ პროგრამებს გადაყრი და ერთი პროგრამა ერთ უნივერსიტეტში იქნება, ამ შემთხვევაში გეყოლება დაგრჩება იმ 1000-დან, რა ვიცი, ვთქვათ 100.
და გექნება ეს სისტემა, ხო, რასაც ამბობდა სერგო, ეს პირამიდის სისტემა, რომ გაქვს ესე იგი ეს ერთი სრული პროფესორი, მე 200, რომელსაც აქვს 10000, მე გეყოლება 2 ასოცირებული ალბათ რა, 3-4000 ექნება და მე გეყოლება 10 ასისტენტ პროფესორი, რომელსაც თქვათ ექნება 1500 და მთლიანად სრულ პროფესორზე იქნები დამოკიდებული. ახლა არის ძალიან ბევრი ანუ ახლა პროფესორი არ წყვეტს, ვიღაც ერთი ადამიანი არ წყვეტს, რომ ვიღაცა უნდა წინაურდეს თუ არა, ან რაღაცა ხელფასი მოემატოს თუ არა, ხო, უნივერსიტეტებში მთელი სისტემა არსებობს ამისთვის. და ეგ როგორ გახდება? იმ პროფესორზე გახდება, ან პროფესორები, ის 100 პროფესორი, ну, ვთქვათ 200, ხო? ეყოლებათ თავის კალთაში, იმიტომ რომ შენ თუ მე არ დამიჯერებ, აღარ გექნება 10000 ლარიანი ხელფასი და ის ერთი აკონტროლებს ამ 12 ადამიანს. და ოცნების მომხრე პროფესორებმაც და ლექტორებმა უნდა გაითვალისწინონ, როგორი შემცირებები წავა. ფიზიკურად ვერ იქნება ამდენი ადგილი ხალხისთვის, როგორ შემცირდება მათი რაოდენობა. დაითვლის მისაღებთან რაოდენობას. კი ბატონო. ეგ როგორ აიცი დაახლოებით აი კორუფციასავითა ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ელაპარაკები ღარიბაშვილის კორუფციაზე უყურებს როგორი კუთხით. იცი რომ აი ნეტამც მე ვიყო მის ადგილას და მეც მოვიპარავდი. უბრალოდ შესაძლოა მინდა უთხრა ამ ადამიანებს რომ თქვენ ამ ადგილებში ვერ მოხვდებით, თქვენ არასოდეს გექნებათ საშუალება რომ გაიჩითოთ პრემიერ-მინისტრებად და სხვა ესე თქვა უცხოების ქვედა ეშელონების მომხრეებს. ქვედა ეშელონების მომხრეებს მინდა უბრალოდ ეგ უთხრა რომ ანუ თქვენ ამით ვერ იხეირებთ და თქვენი შვილები აუცილებლად ამით წააგებენ. თქვენ წააგებს სხვა შვილებს და შვილიშვილებზე ნუ გადავალთ რა და ანუ ვერ მოიგებენ. ეხლა გრანტებსაც შეხება მანდ მოგვერდი კითხვა ანუ გრანტებთან დაკავშირებით აი დაუშვათ მე ჩავაბარე და მივიღე გრანტი. მე ეს გრანტი მიმყვება ხო ეხლა როგორი სისტემა და იქ საწაყვა და იქ რა ხდება? ანუ ამათი გეგმით ანუ საგრანტო სისტემას როგორ შეეხება თქვენ? გადასული საერთოდ ყველა შესაძლებლობაა ამოხსნა ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მონოპოლარი ხო? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონოპოლარი მობილობა და ასევე ინტერნაციონალიზაცია არის მოსპობილი ხო? ანუ ფაქტობრივად ჩაკეტილი არის ეს სისტემა. ვერსად ვერ წახვალ რა გრანტი ჯერ ესეც საერთოდ გრანტზე აღარ არის საერთოდ ლაპარაკი, აქ ლაპარაკია უნივერსიტეტის დაფინანსება, რომელიც ასრულებს როგორ არის ფორმულირებული სახელმწიფო დაკვეთას. რაღაცა სახელმწიფო დაკვეთა, ну სახელმწიფო ეუბნება მარჯვნივ წადი, მარჯვნივ წავლენ და იმას რაღაცნაირად აფინანსებენ. ის რაც არსებობდა ყველა მონოპოლარი. ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა, ხო? ასე რომ ჩვენი უნივერსიტეტები, როდესაც სადღაც 2004 წელს, 5 წელს, ხო, უყურებდით რეიტინგებს უყურებდით, ხო? სად დიდხანს ვეძებდა და 5000 ზევით იყო, ხო, სადღაც. და ეხლა სად არის? ეხლა არის რაღაცა პროგრამები არის, ასე 1000 ქვევით არის და 400-ის ფარგლებში არის. აი ეხლა თემსის გამოქვეყნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბევრი პროგრამა და იგივე თქვა დონე არის საშუალოდ ევროპული, ხო? და საერთო კვლევითი პროფილით ილია მუდმივად, აი უმეტესობაში რეიტინგების უმეტესობაში ილიას უნივერსიტეტის კვლევითი პროფილი აქვს ყველაზე მაღალი რეგიონში. საერთოდ უცოდე იგივე აქვს კერძო უნივერსიტეტებს შორის საქართველოს. სერგომ თქვა ეს ძალიან საერთოდ არ ვიცოდი, რომ ესე ქონდა ჩვენს უნივერსიტეტებს რეიტინგში მომატებული, რა. განსაკუთრებით მაგალითად ილიას უნივერსიტეტის ბიოქიმიის მიმართულებით ყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ამ ზუსტად საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კვლევები. მათემატიკაში ყავს ისეთი ხალხი, რომელიც რაღაცა ტოპ ასეულებში ხვდებოდა მსოფლიოში მათემატიკოსების. ანუ ძალიან ბევრი შრომაა ჩადებული. ძალიან მნიშვნელოვანი შენასწავლი, იმიტომ რომ გამოსვლას უსმინე კობახიძე თქვა ეგეთი რამ, რომ ანუ ილიას უნივერსიტეტი შეიქმნა სულხან საბასთან პედაგოგიურის გაერთიანება. არ უხსენებია ხო? ახსენა რომელიმე ინტერვიუში. რაღაც აი ეგეთ რაღაცას ამბობს, რომ შეიქმნა ამის განვითარებით და რაღაც საწყისებს უნდა დაუბრუნდეთ, საბჭოურ საწყისებს. ანუ პედაგოგიური წარმოიდგინე, ესე იგი მათი განზრახვა რა არის, რომ უნივერსიტეტს რომელიც ბიოქიმიაში ამზადებს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს და აქვს მაღალი რეიტინგი ანუ ტრადიცია უნდა ჩავხედოთ 60 წლებში რა ხდებოდა. რო ამბობენ რომ არათუ ამზადებს კვლევა აქვს მაღალ რეიტინგული.
იმიტომ რომ სულ საერთაშორისო ისინი აქვს, რა ქვია, თანამშრომლობები აქვს და აი ეს არის ძალიან ხო ვამბობთ რომ მეცნიერების განვითარება გვინდა. ოღონდ ეს რა თქმა უნდა მეცნიერებთა აკადემიის ჩარების მადლობა ღმერთს ყოველგვარი ჩარების გარეშე და იმიტომაც განვითარდა ასე რომ თავისუფლება ჰქონდათ კვლევის და კერძო უნივერსიტეტებს შორის ზუსტად ესე არის საქართველოს უნივერსიტეტი. ანუ ილი არის ზოგადად და კერძო უნივერსიტეტებს შორის კვლევა ყველა რეიტინგში საქართველოს უნივერსიტეტია რეგიონში პირველ ადგილზე და ესეც ხო როგორი ნიშანდობლივია რომ საუკეთესო იმას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საუკეთესო ანუ კვლევის კუთხით უნივერსიტეტს ურთულს. ხო, მაგრამ დაეთყობა კავკასიას და სინამდვილეში რა ხდება ხო ანუ რატო არის აქ რატო წავიდა წინ საქმე და სადღაც ვერ წავიდა. იმიტომ კი არა სხვაგან მეცნიერები არა. იმიტომ რომ ამათ პირდაპირ მართლობაშია რაღაცა უნივერსიტეტები. და ამიტომ არის ვერ ვითარდება. როცა ჩვენ რექტორს იმას ყველას გინდა რომ ხელით მართო, მე იქ უკვე აღარაფერი აღარ გამოვა. ამიტომ არის თავისუფლება და არავისუფლება. ისევ და ისევ მართვა მაინც შეგეძლოთ. ეგრე ხა სინგაპური რო ავიღოთ და ლიკვანი, ესენი სინგაპურში რო დასვა, დააბრუნებენ სინგაპურს მალაიზია. მაგრამ ლიკვანიუმდე ძალიან ბევრი უკლიათ კი არა საერთოდ სხვა მიმართულებით. მაგას არ ვამბობ. ანუ დიქტატურაში მაინც ვარგოდნენ, რამაში ვარგოდნენ თო ჯანდაბას. კაი. იქ აბსოლუტურად სხვა რაღაცა დახვდა, ანუ ლიკვანიუს წარმატება იყო ის რომ ბიზნესის და რაღაცა ბევრი მიმართულებით გახსნა და ის მოთხოვნებს და სხვა მიმართულებით აბსოლუტურად სხვა არის და თან სერგო უყურე მე რას ვამბობ. წარმატება იმ კაცს იმდოქროთა რომ ჭკვიანი ადამიანი იყო და იცოდა რას აკეთებდა და როცა არ იცი რას აკეთებდა არ აქვს კომპეტენცია შეეშვი. ხო, დაანგრევა. მე ხა პირობითად მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ხო, არა, მიზანი არა. აი მარტივად რო თქვა, გიჟიფანი ვარ რა, მაგრამ რა ვიცი ხა არ ჩავერევი არც ერთი მწვრთნელის კომპეტენციაში მაინც. აი მარტივი რაღაცა. საბჭოთა კავშირი. ფეხსაცლის ყერვა, შარვალის ყერვა, პერანგის ყერვა არ გამოსდიოდათ, ტანკის გაკეთება რაკეტაში და ატომური ბომბი გამოსდიოდათ. ანუ და ძალაუფლება გამოსდიოდათ. რაღაცა თვითონ რომ ისენეს ფაბრიკა რო იყიდა, რა იყო დარჩენილი იმ საბჭოთა ემიდან, ხო? ანუ რაღაც ძალაუფლება, როცა შენ რაღაცის დანგრევა გინდა, სხვა არის და როცა სტალინი, ბატონო ჩვენ დიქტატორი კი არ იყო. იყო დაანგრია მან საბჭოთა ეკონომიკა, საბჭოთაც კი დაანგრია. ის რაც ნეპი რაც იყო, იქიდან ჩინეთი იმ პროექტით ჩინეთი აშენდა. და თვითონ აიღო და დაანგრია, იმიტომ რომ ძალაუფლების გარდა არაფერი არ ჭირდებოდა. ეგ არის მნიშვნელოვანი, ხო, როცა ჩვენ აი ეს და თან ეს იციდებ დანარჩენი არაფერი არ იცის, ხო? ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლების გარდა არაფერი არ იცის. თან აი აუცილებლად მინდა აღვნიშნო ამას რომ კონცეფციას რომ ვამბობთ ხო რომ სინამდვილეში ეს კონცეფცია აი ძალიან ტექნიკური კითხვა დასვი ხო მიყვება თუ არა გრანტი არ ვიცით ჩვენ არაფერი არ ვიცით მოგვიგდეს ეს კონცეფცია რომელშიც ორ გვერდზე არის პრობლემები და ისეთი პრობლემები რომელსაც 20 წელია ამ ქვეყანაში ყველა ვლაპარაკობთ და რამდენი კონფერენციაზე გვითქვამს რამდენი კვლევა დაწერილა რამდენი საერთაშორისო კვლევა გაკეთებულა ორ გვერდზე და გვერდი ნახევარზე წერია ამის გადაწყვეტა მე ვიჭი მაგალითად მე-11 კლასის საერთოდ არ წერია ამ კონცეფციაში მე ვიჯექით ამ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუებს უსმენდით და იქიდან გავიგეთ, ანუ თვითონ ამას რო კონცეფციას დაარქმევ, აგერ ბატონი სერგო დამომოწევა სტუდენტისგან არ იღებ ეგეთ ნაშრომს. არ იღებ, იმიტომ რომ კვლევას ახსენებ ნაშრომში და წყარო არ აქვს მოყვანილი. ამ 4 გვერდი უნდა გამოყენებული, მარტო გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისთვის, როცა განათლების კონცეფციას წერ. და საერთოდ არაფერი არ ვიცი და ეს ვზივართ და მარჩიელობთ იმის მიხედვით კობახიძემ რა თქვა ამ დროს როგორი გამომეტყველება ქონდა სად ჩაიცინა და ეს არის საერთოდ აკადემიური საზოგადოების და საერთოდ ყველას ვინც განათლებას იყენებს და ეს ალბათ 80%-ია ხო ამ ქვეყანაში ყველას დაცინვა როცა შენ აი ასე გამოაგდებ რაღაცას და თან არავის არ უჯდები მე მაგალითად სიამოვნებით დავჯდები კობახიძესთან დებატებში თუ მომიწევენ იმდენად ეს არის რა ქვია აი იმდენად ცუდი ხარისხის კონცეფცია შენ რატომ მოგიწევენ რა უნდა ხა მაგათ განათლება კომპეტენტურ ადამიანთან დებატები ვიკა გლონტი მოიწიონ არ ვიღაცა ის ყავლაში უმარ ვლაპარაკე რამდენიმე დღის წინ არავინ გულაპარაკე მე ყავლაშვილს დავუჯდები მაგალითად სიამოვნებით ანუ თუ გინდა გარჩევა და ამბობ რომ მე საზოგადოებისგან ვიღებ ხო
რა ვიცი, კითხოს კობახიძემ ჩემი პროექტის მონაწილე ხალხს, ანუ ვარ მე ამ საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი, თუ არ ვარ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი. და თუ ამბობ, რომ ეს უნდა განიხილოს საზოგადოება, მეც ვარ ამ საზოგადოების ნაწილი. და მთელი განათლება საფრთხეშია, ჯგუფი არის მოამრავი, ძალიან განათლების მკვლევარებით სავსე, მე უბრალოდ ჩემ დარგში შემიძლია დაგსვას და გვაკამათოს. მათ უნდათ საუბარი ქალბატონ ლალისთან. ქალბატონ ნანასთან საუბარი. ეგ არის. არა, ქალბატონ ლალიც შენთან დებატებში დაჯდება, გამოჩნდება ისედაც გასაგებია რომ არ კომპეტენტურია, მაგრამ კიდევ უფრო კაფეოდ გამოჩნდება მისი არაკომპეტენტურობა და ეგა ანუ ამათ უნდათ შექმნან ქვეყანა ქვევრი. სადაც რასაც ჩასახებენ, იმას ამოსახებენ და არ გამოვა ეს. და ექნებათ შავი ბაზარი, არალეგალური კაზინოები, ნარკოტრაფიკი, აი როგორც ავღანეთია, ხო? ანუ ვის უნდა ავღანის განვითარება აღარავის არ უნდა. მორჩა მაგის ამბავი, იმიტომ რომ ოპიუმის მწარმოებელია, ხო? აი ესე ვიქნებით ჩვენც. იგივე ერთი თემა იყო სახელმძღვანელოების დაწერა, ხო და წარმოიდგინეთ, ჩამოთვლილია მთელი ზენ რომ დაანგრიოს ყველაფერი და მე რაღაცა აშენოს, სადაც სახელმძღვანელო აი გამოაცხადონ ასე თქვა კონკურსი სახელმძღვანელოებზე დადონ თანხა ბევრი სახელმძღვანელო დაიწერა, ანუ დაემატება. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩემს სფეროში ახალი სახელმძღვანელო არ დაწერონ, ფანტასტიკური სახელმძღვანელოები არსებობს, რომელიც მithumetes, ხო? სადღაც არსებობს, სადღაც არსებობს. უბრალოდ. და მithumetes როგორი სახელმძღვანელო პირდაპირ განათლების სტანდარტში გვიწერია, რომ პროფესორს თვითონ აქვს უფლება, რომ კურსის საკითხები თვითონ განსაზღვროს, თუ ეს შეესაბამება პროგრამის მიზნებს, პირდაპირ სტანდარტში გვიწერია. და რა თქმა უნდა, ამ საკითხებისთვის რაც უნდა მასალა თვითონ შეარჩიოს. შეიძლება იქ კონდეს სამი სხვადასხვა მაგალითად აი მე ვასწავლიდი ხოლმე ციფრული სიგნალის დამუშავებას, ციფრული სიგნალის დამუშავებაზე სხვადასხვა მიმართულებებზე არის რა 50 ყველაზე ცნობილი წიგნი, ხო, რა ვიღაცა აკეთებს ამ ტიპის სიგნალის დამუშავებაზე, იმას აქცენტს ვიღაცა ამაზე, ვიღაცას ასეთი ამოცანები აქვს, ვიღაცა როგორ შეიძლება შენ პროფესორს სკოლა, როგორ შეიძლება პროფესორს სახელმძღვანელოს შეურჩიო საერთოდ. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. საბჭოთა კონსტრუქცია, ხო? შენ ბარებენ რომელიღაცა საგანზე რომ წაიკითხო და აქ პირიქით არის ჩვენ ვეძებთ ანუ პროფესორი მოდის და მოაქვს თავისი საგანი, ხო, თავისი ლექციების ეს მოგვეს და არეუნები რომ ეს საბჭოთა კავშირის ისტორია წაიკითხე 51-დან 53 წლამდე და მორჩა შენ და სახელმძღვანელოსაც დაგახვედრე და ეს ხო საერთო ამოტრიალებაა ყველაფრის. თავგებარი არის განათლების სისტემაში ამ ყველაფრის მიღწევას ისე როგორ აპირებენ რომ ამან არ გამოიწვიოს ძალიან დიდი უნებათა გაუღოთ. ერთადერთი რაც არის დღეს არ ვიცი ხო ის ხალხიც კი რომელიც ჩუმად იყო და შემდეგ მაინც იძულებულია რაღაც თქვას. მე უბრალოდ ცოტა მეშინია რომ უკვე ვართ იმ გზაზე შემდგარი როცა პუტინი მიხვდა რომ აღარ ჭირდება შენი ღვა და დამალვა და რაღაცაში შეფუთვა ცვლილებების და რეფორმების, ანუ უკვე როგორ რაზე დაიყვანა ხო პუტინმა რუსეთის მოსახლეობა, რომ ეხა ეუბნება რომ შენ და დააყენო აპლიკაცია მაქსი, რომელიც ყველაფერს წვდება შენს ტელეფონში და შენ რო შეყვარებულს ფოტოს გადაუღებ, მე უნდა დავინახო. ხო, ყოველ 5 წუთში თავისი ღირებს რაღაც. აი ახლა მაგალითად აი 2 დღის წინ ვუყურებდი რომ მასწავლებლები უკვე დაავალდებულეს და ეხლა მასწავლებლებს დაავალეს, რომ უფროს კლასელები დაავალდებულონ და ჩხუბობდა რაღაც მე-11 კლასელი ბავშვი ჩხუბობდა რომ არ მინდა მე ამის დაყენება, იმიტომ რომ ბავშვმა უკეთესად იციან რომ ეს რა საშინელებაა, არ მინდა ვარ დავაყენებო და მასწავლებელი ეუბნება რა გაქვს დასამალი ტელეფონში რაც გაქვთ რუსი მასწავლებელი ტელეფონში რაც გაქვთ ყველაფერი ისედაც იცის მთავრობა აი ესე დააჩაჩანაკა ამხელა ესა ხო არისო ესე 15 წლის წინ არისო ხო ფუთავდა რაღაცებში აი მე ცოტა მეშინია რომ კობახიძის იმის განცდა რომ აქამდე მივიდა და ახლა ეს არის ხალხზე დამოკიდებული რამდენად აჩვენებს რომ არა ვართ ჩვენ იმ მდგომარეობაში თუნდაც მისი მომხრეები რომ ცხვარივით აქეთ გაგვრეკო და გამოგვეკო და მე მგონია რომ ჯერ არ არიან ამ მდგომარეობაში და მგონია რომ აი ეს თავისი შვილების განათლება მაინც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი იქნება როცა მიხვდებიან რომ თავისი უფლებებისთვის ხმა უნდა ამოიღონ ნახოთ. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. საინტერესო იყო ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოც იყო კომპეტენტურ ხალხთან საუბარი, იმიტომ რომ მე თავად მართლაც არ მაქვს ამ საკითხში კომპეტენცია. დიდი მადლობა ასევე ჩვენს მსმენელებს, უსმენთ გადაცემას საპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე. მისმინე, გამოყვებით YouTube-ში, Facebook-ზე, TikTok-ზე და ყველგან სადაც ვართ.